რისი მაიკა გაცვია? ალია. არია? ალია. ალია არ ვიცი რა. ალია იყო original Beyoncé 90 წლებში. ეს გოგო იყო 24 წლის და აი ხდებოდა მეგა. იცი ყველაფერში. More than a woman to be. იცი ყველაფერში. სოფლის სიმღერები ბევრი. და რაღაცა ვიდეოს იღებდა ამ გოგოსი. და ანუ ისეთი იყო რა ეს ხო რაღაცა შავი ულამაზეს გოგო და წარმოადგენდა რაღაც ამ თავის community-ს რა როგორც აი ხო ხდება რასკერები რომ ძალიან მაღლა მიდიოდა და 24 წლის ყოს 25 წლის რაღაც ვიდეოს იღებდნენ კარიბიებზე და თვითფრინავი გადატვირთეს და ჩამოვარდა და დაიბრიდა 24 წლის ბავშვი პატარა იმიტომ რომ ვიღაც გამოყლებულო ვერ რობიგინები კაია კი მაგარი რო არ გაზომეს და კიდე რა თქვეს იცი მე კონსპირაციები მოყვა მილიონი და ჟეფაზრობდნენ Beyoncé-ს მოკლა ანუ ძალიან ჩახლართული 2000-იანებშია? ხო და სუპალგან ნიუ-იორკში რო დადიხარ ხო ეს და სელენა არ კიდე მე სელენა ვიცი ისიც იყო რაღაცა ეს სპეციფიკური under represented რაზე უნდა დაუბრედილიყავი ეხა იბაზრებდით ჩემზე. მე შემილია მიგაკლა. ეხა გაიდროსია შეჭო. ეგ სხვა კონტექსტი არის, ეს გეონები ამერიკაში ხალხი მექსიკელები, რომლებიც არიან underrepresented ნიშნავს როგორ არის ვიცი ქართულად. და შავი ხალხი, რომლებსაც თუდად ექსე ანუ რაღაც გესმის რაღაც გარკვეული სპეციფიური. ხო, მე ეგრე სომხების წარმომადგენელი ვარ საქართველოში. ანუ ეს ნიუ-იორკში რო დადიხარ ეხა სტაჟი აი ამისი გრაფიტებია სუპალგან და იმის სელენასიც. იცი რა შემილია გავაკეთო? რაღაც ვერსიებში არის ბაზარი, რომ იუდა პროჯიკი არ იყო შეჩემე ჯიგარი ტიპი იყო და ქრისტემ თხოვა რომ ესე გაეკეთებინა და რო აღსრულებულიყო და წარმოიდგინე მაგ ლოგიკაში რომ ანუ ყველაზე ჯიგარი ტიპი რომელმაც აღასრულა ქრისტე თავზე აიღო ეს ძიმე ჯვარი აიღო და შემილია გავაკეთო შეჩემე და ვიყო შენი იუდა დავაი просто 55 წლის კაცის სიკვდილი არავის არ გაუწყდება რატო შეჩემე ლენონი თუ დაიბრიდა და ლენონი ვარ მე რა შეჩემე 40-ის გაგიმაზავს ეგეც და როი ფურჩქნებოდა ყველაზე უფრო მაშინ გაიბრიდა ბაიდოა აბა რა ბიჭო ლექსები რა რეები აქვს დაწერილი მართლა ანუ სასწაული არის მართლა ეხა როგორ თუ imagine-ის ლექსები რო წერით ხო არის ბიბლია მართლა ბიჭო ხო ცოტა რო ისე რო შეხედო ცოტა ეს არის რა ბავშვური არის вообще ბავშვი просто ის პერიოდი არის ბავშვი ეგ არის 70-იან წლების ბოლო ხო ეგ პერიოდი არის ეგეთი არა imagine არის 70-ის დასაწყისი უფრო არის დასაწყისი ოკეი ვარ ხო ეგ პერიოდი ჰიპების პერიოდი ხო როცა ეს რაღაცა eastern spiritual დასავლური სულიერება შემოცურდა აღმოსავლური სულიერება შემოცურდა დასავლეთში და პირველად დაიწყეს მაგაზე ლაპარაკი და ისე ჩვენ ვაპირებთ ახლა Beatles special-ის გაკეთებას სტუმარი გვეყოლება და ხო და მე მოვიფიქრე ძალიან მაგარი რაღაცა რომ შენ რადგან ესე კარგად არის Beatles-ი შენ იქნები მაყურებლის წარმომადგენელი ანუ ისეთ კითხვებს დასვავ რაც აი ჩაოლებრივი ადამიანები შეიძლება არ იცოდეს ახლა ჩვენ ხუთი მინა ჩაჭერაში მაყურებელი რა ვიყო ფიჭო რაღაცა პორნოთეატრზე ხო არის იმაში რა ქვია ამსტერდამში და იქ არის მაყურებელი ხო არის და არის პახუ და მაყურებელს არ მაყურებლის რეაქციაზე ვიღაც ანძრევს რა და უფრო თესლობა მაყურებლის ყველაფერს თავისი მუშტარი ყველაფერს თავისი მუშტარი კი ხო და ვიჯიბორდით გააკეთეთ ვიქნები მაყურებლის მაყურებელი პოლ მაკარტნი არა ცოცხალია არა ცოცხალია რინგო ცოცხალია, იმენა ვერ გააწყა. ხო, ლენონი და ჰარისონი აკვდა. მართლა ის რინგო ცოცხალია მართლა. უი, ასე წარ. მაგას რა მოკლავს? აუ, ბიტლის ფანები მომკლავენ. აღარ მომკლავენ, დაბერდა ყველა. იცნობ ბიტლებს ფანებს იმას ჩემს გარდა. მამა შენი იყო ბიტლების. არ არის ცოცხალი რა. არავის შენ ხარ ბიტლების ფანი კიდე, ხო? ხო. ეგ რაც ოჯახური პონტი არის. მე არა ვარ ბიტლების ფანი. ჯონ ლენონის ფანი ყველა პონჩი ვარ. მე ხო, ნუ. ცალკე ჯონ ლენონის. ჩემთვის ანუ ისევეა როგორც ვიღაც რაღაც სხვაებიც ასევე მიყვარდნენ. ერთ და იგივე. ხო შენ Rolling Stones-ი იქნება თუ Beatles-ი თუ არა Beatles ძალიან მაგრამ იმაზე თქვა Radiohead-ზე მეტად არ მიყვარს Beatles-ი. ნო. certainly მიყვარს. გოგა მითხრა მოყევი Radiohead-ზე. მოყევი. Radiohead-ზე ვიყავ. ვიცი მოყევი ხო. დაბერდა ვიმე თუ არა აუ კაჩე Radiohead-ზე ვარ ნამყოფი 20 წლის წინ. და ნუ ლიკას უნდოდა მაგრა და ნუ დაბადების დღე იყო და ნუ მეთქი კაი ბილეთებს ვაშკევ წავედით რა და როგორ ვიყავ ვიცი რომ აი დაჟე უკვე დარბაზებში რომ შევედი მეთქიო შემი რა დროს ჩემი რედიო ნახო და გულია
ისე кай ბებია. დავიღე და უცებ რომ გამოვიდა ტომი ორკი, აუ, აი, короче, აი вообще სხვა ენერგეტიკა დადგა, აუ, ჩემი ნაღდი ბიჭო. და ჩირილო, აუშავდა. არ არის ჩი, ცოტა ღიპი აქვს პატარა. მე გეუბნები პერფორმანსი როგორი იყო. ძალიან მაგარი პერფორმანსი იყო და ჩემთვის საინტერესო იყო, ანუ შეეშალათ ბევრჯერ რა და ჩემთვის ეგ საინტერესო, ეგ პირიქით რო კარგი, ანუ ეგ ამაგით არ ვაკეთებ რა. პირიქით მე ვასებოდა რა, ხო რა, ასწორებს რა ხა. вообще არაფერს მე მევასება კონცერტებზე რომ ბაზრობენ სიმღერებს შორის, ამათ вообще არ იბაზრეს და რომ ეშლებათ. მაგრამ უკავდნენ. იმიტომ რომ რაღაცა ახალი არის რა. პატარა პუკებს აკეთებ. ხო. საკალელი. ახალი კი არა ადამიანი. ერთი დროისა airbag-ი რამჭირს. იცი რა გაძლევს შანსს რომ შენს იდენტიფიცირ მაგრამ რაღაც პონჩი შენს რო გააკეთო არა პრობლემა რო შეგე ჩანაწერივით რო უკრავს ხო ასე ჩანაწერი მილიონჯერ ერთხელ მაგ მარტო კონცერტებს ვარ ბილიონზე ყოფილი და მარტო ერთადერთხელ იყო ჩანაწერივით იყო Cigarettes After Sex გონერგო რომ იგი პერო ჩარტი იმიტომ ძალიან მარტივი მუსიკა ერთი იგივე არ დანარჩენ ყველას ბურებს და ეგ არა ამას შეჩემარ რთული ვოკალი აქვს ძალიან მამინდა ვოკალი არჩი დაიწყეს მეორე სიმღერა იყო airbag-ი და ვინტენ მუსიკოსები გაიგებენ მაგას drop dish-ი დაიწყო ანუ სხვა წყობაში არასორი გიტარით დაიწყო კაროჩე და გააჩერეს მერე რაღაც ვეშზე Hail to the Sea-დან იყო რაღაც ვეში დრამაშინა კონდათ პახოდო და იმან არასწორად დროს ჩართო და როგორ აირია იცი ანუ იმენა უყურებ რომ პანიკაში არა იმიტომ რომ ვერ ჩერდებიან კაროჩე და ვერ შედიან რა და აი საშინელება ხდებოდა მის მინდა ახალი შევიცი ხო ახალი ოჩები არ არსებობს ბახო არ არსებობს რაღაცებს ხო აკეთებს შეჩემ თუ აღარ აკეთებს არა თუ ის ცალკე რაღაცა ის სხვა რაღაცა Radiohead-ის არა ის Tom York-ით არის მე არ вообще არ მომისმენია ის Smile კაროჩე რა ბევრი რაღაცა არსებობს მაგრამ Radiohead-ი Radiohead-ს უკრავს რა მოკლედ საბოლოო ჯამში გასო რა იმიტომ რომ ჩემ მეგობარი წინა დღეს იყო და მითხრა სად დავდგე, როდის მივიდე და რაღაცები და იდეალურ ადგილას ვიდექი და კარჩე იდეალური დიდი ხანით ადრე უნდა შეხვიდე რომ იქ დავდგე. სამწუხაროდ 2 საათის სცენასთან ვიდექით. ვიჯექით ძირს. ვიჯექით რაიც. ვაჯი იყო ჩვენ. და იქ ჭამასმა ყველაფერი თბილისი იყო მოსული, ხო, რა თქმა უნდა. ბევრი იყო სხვათა შორის. მე სტორებით მივხვდი რომ ბევრი. ჩემს გვერდზე ვიღაც ბიჭი და გოგო იდგნენ, ქართულად ბაზრობდნენ და რა ვიცი. მომერიდა და ვერ გამოვესაუბრე. ხო, ბერლინში ქართველები დიპლომატები. რა უნდა გიყიდე შენ? არ ვიცი, მაინც აი იმინე ჩემს გვერდზე იდგნენ რა ბიჭი და გოგო ქართველები. ზმოგი გეოსებოთ. თუ უყურებთ მოკითხვა ეხლა. იქ მომერიდა. Radiohead-ზე ქართველები ქრაოდენ, ბერკაინში ქართველები არიან. ეგეც. არჩი ქართველებმა ავიღეთ ბერლინი. ბერკაინი მიაქვთ ხო ქართველებს? იმინე ერთი ტუსოვკა. ბერკაინზე შეგიძლია რამე მოყვა შიგნიდან ინფორმაცია გამოიდგა, რა. არა, ჩემთვის ერთხელ ისეთი გაქვს მოყოლილი, რომ არ არის მოსაყოლი. მიდი გამოვუშვი, ვინც? რა გამოვუშვეთ კლუბში, ხო ნამყოფ ეგ არის. ხო და გამოვუშვი. ტექნოს მეხა, რა ვიცი რა. თავარი ადგილი. სიძვები გამოვუშვი. სიძვები რა, სიძვები ხო რა. არა, ვერ მოყვე. მე მოყოლილი აქვს. ცოტა დასული სივრცეა და რაც მოჩას, გეტყვი ყველაზე უფრო რა მომწონს მე ბერკაინში და вообще ტექნოში ფლიანად არის კომუნიზმივით ცოტა. და ვინ შემოდის, სულ არის ერთ-ეგივე დონეზე. რაც აი ამერიკაში არის თქო ეგეთ რაც საცეკვო ადგილებში რომ მიდიხარ ჯოუმოდურში, სადაც აქვს ეს VIP ჯოჯოხეთი, უგოიმეს რაღაც ტიგრო უკაუბედურება, შამპანიური რაღაც საოცრებში და იქ არ შვებიან ჯერ ესეთი შესვლისას აი აპრიალებენ ყველას რომ ერთ არავინ არ ვიმეზე დაკლების ზედმეტი რა და ხო ხტები და შიგნითაც გზნობ რომ პრივილეგირებული არავინ არ არის და ქმნის ეს დაცულ სივრცეს ყველასთვის მაგიტომ მიყვარს ეგ სივრცე აქაც საქართველოს მათ შორის ამიტომ არის ეხლა ბიჭუეთის დღევანდელი სოფლიოს ტენდენციებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სივრცე იმისთვის რომ ადამიანებმა რაღაც ადგილას მაინც იგრძნონ თავი ერთ დონეზე. აფრიკაში რო drought რო არის, drought როგორ არის? წყალი რო არ არის. ხო, მაგას რა ცხოველები მომდიან, ეს სუმპეში და იქიდან სვამს ყველა რაღაც ვეფხვი და ანტილოპა, აი რაღაც ეგეთი ადგილია რა. სადაც აერთიანებს, ათანაბრებს вообще ყველას სიძვეში და არა სიძვეში და ასე ხო, მაგრამ მარტო ესე რაღაცა პერფექციონისტულად ხო არ არის საქმე, ანუ ბევრი dark რაღაცა დაყვედინება აქვს რა. რა თქმა უნდა, კი, მაგრამ ყველაფერს მოყვება dark რაღაცა და light რა. მაგრამ თვითონ მეგონები თლიანი კონცეფცია აქვს, დეტალები უკვე დეტალებია, მაგრამ თლიანი კონცეფცია თავისით ჩამოყალიბებული თან დაჭერის გარეშე არის ეგ.
მე მაგალითი არის აქ რაღაცები გაკეთებული და საკმაოდ კარგად. აი აურა რის მაგალითზე იყო. ისა სანამ შევალთ მოდი აურაში უნდა გაგაცნოთ ჩვენი მეგობარი ბეცონ სპორტი რომელიც არის ახალი სპორტული ამბების არხი და საკმაოდ ისეთი ამბობენ რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია იღებენ აქედან და ჩვენი ახალი მეგობარი არის. ასევე მინდა შემოგთავაზო, მაგრამ ვიცი რომ არ სვა, მაგრამ მაინც ჩემსას ვიზავდა Artford 708, რომელიც იყიდება ალკორიუმში და არიცი ვისკის სახში იყიდება მოკლედ. ვეიპორია კი არ არის ჩვენი სპონსორი. მაგრამ მოციეთ. და უნდა წარგიდგინოთ კიდე ეს ჩვენი ახალი სტუმარი უტასთან ერთად უტას მეგობარი. რა ქვია ამ ნამუშევარი? ბიჭო ეს იყო გამოფენის ნაწილი, რომელსაც ერქვა ზე ადამიანები, რომელიც დიდი ხნის წინ გავაკეთე ძალიან თბილისში. იყო რასთენცი მე ხო ემიგრანტის სულით და წასულიყო აქედან ძალიან დიდი ხანი 20 წელი. მე ჩამოვედი აქ და პირველი გამოფენა რაც გავაკეთე იყო ეს ადამიანები და იყო გაკეთებული როგორ იცი ბავშვობაში მამიდა ჩემი მიკითხავდა ზღაპრებს პატარა რო ვიყავისო და როგორც მახსოვდა ეს ზღაპრის გმირები ეგრე მე თვითონ ეგრე ჩავიცი რაღაცეები ვიდეოები გადავიღე ხარ და ყოფ თუ არა და ეგ იყო რაღაცა იმ ბმის პოვნის საშუალება პირველად რო შევედი მაგაში რომ საიდან მარასთან ვარ მიჯაჭვული რა არის ჩემი ბაზა პლატფორმა საიდან მოვდივარ იდენტობა რა არის და ასე შემდეგ პირველად იყო ჩემი აი ფარტხალი მაგამ ბავში და ეს არის მაგის ერთ-ერთი პირველად რო ნახე ცოტათი იქიდანაც აღვიქვით თქოს სეგზუპერის იქიდან თან თავზე რო აკვახია ეს სეგზუპერი ბავში არ შეერევა რა რა ზღაპართან არის ეს ასოცირებული არ მახსოვს ბავში ნოელი მახსოვს მელია მინდოდა რომ ყოფილიყო და იმი არ მახსოვს მელაკუ არის ეს მელაკუ მაგ გამოფენისთვის ნიკამ გაგიკეთა ხო ვიდეოები არა მაგ ისთვის არ გაგიკეთა მე შემდეგ ორჯერ ნიკამაჩეძემ გამიკეთა ვიდეოები მეორისთვის პირველისთვის პროსტა გადავიღე პირველი ტატომ გადამიღო კოდედიშვილმა ძალიან მაგრა გადაიღო რა ვიცი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რა მოდი რა იქიდან როგორ ვქნათი ყველაფერს რომ მოვყვეთ იქიდან დავიწყოთ რა ქვია საიდანაც იწყება ხოლმე საიდან აი სულ თავიდან როგორ მოვხვდი ამ სუბკულტურაში რა ბავშვობაში საიდან მოხდი 90-იანებს გვეკითხა აუ რა საიდან მოხდი ანუ წარმოიდგინე გავჩდი 90-იანებში თინეიჯერი ვარ შენ რამდენის ხარ 50-ს გავხდი ახლა ჩვენზე 5 და კარჩა დაკარგული მთლიანად იმიტომ რომ გარშემო ხდება ის რაღაცა არე ნუ ისე ძალიან კარგად მე ჩემ მეგობარ ერთ გოგო ვიპოვე შემთხვევით რომ ასე თქვა სალომე რომელიც იყო სკოლაში ხდება ხო აი რა სკოლის პერიოდში და ეს გოგო იყო ხიპი იმიტომ რომ თავზე ქონდა რაღაცა წაკრული და ძალიან საყვარელი გოგო იყო ძალიან შეიძლება ისო კიდეც ღეროდა ძალიან კარგად რა და დამეგობრდით და იმან მე წამიყვანე რა ერქვა იმ ადგილს რა ქვია რა ერქვა დედაენის ბაღში რა სხვა ერქვა არახოლ რაღაცა ერქვა სახელი სხვა დედაენის ბავშვობაში ხო რა მაშინ ხაჭაიშვილი მახსოვს ეგეთი ლენტიანი ბავშვობაში შრალიხი აი სადაც ბაზრობა სადაც იყო შუაში იჯდნენ ეს რაღაცა ალტერნო ბავშვები რა და იქ გავიცანი ყველა ეს ბავშვები და მე რა იქიდან დაიწყო ჩემი ამ ბავშვი ადაპტაცია რომელიც იყო ძალიან როგორ რაღაცა იყო chosen family შეძენილი ოჯახი აღმოვაჩინე რომელზეც ჩემს დავტნობილი ყავი სადაც კაცლა შემეძლება რაღაცეების და აქედან გავიცანი ყველა ეს ჩემი მაგდროინდელი თბილისის მეგობრები როგორც ალბათ ყველამ რაღაცა მე ზუსტად ეგრე ალექსანდროვის ბაღი შენ დაბადებული ხარ მაგაში ეგ სხვა რაღაცა არა მე სახში სხვა რაღაცა არის მე ზუსტად ესე ერთმა ჩემმა მეგობარმა წამიყვანა ალექსანდროვის ბაღში იყო გადანაცვლებული თესოვკა და მანდ მივედი და დღემდე იქიდან 50% ადამიანების იქ ვინც გავიცანი ეხა ჩემი მეგობრები არიან რა ჩემი სპონსორში არა ბევრი არა ძალიან ბევრი ხალხი ვერ გადარჩა საუბედუროთ იმ დროინდელი იმიტომ რომ ძალიან ცუდი ცხოვრება აქვს ყველას გამოვლილი მაგ განსაკუთრებით ბიჭებს არც ანუ ეს არეული ხალხი არ ძალიან ცუდი დრო იყო ეგ ესეც მაგ ტუსოვკიდან გავიცე ქუჩიდან გავიცე ბიჭო ყველა ეხა ვინც მეტნაკლებად ურთიერთობ და რაღაცა გვაქვს დიდწილად მაგიდან ბევრი ყავს ძალიან გარშემო ადამიანები რა მაგ მე ეგრე არა მაგ თუ არ მოგატყუე იმიტომ რომ კიდე ეს ჩაჭრილი ჩემი კატასავით მაგ დაცხოვრებით ძალიან ბევრი იმიტომ რომ შენ მოწყდი დიდი ხნით წახვედი და რაღაცები ჩა ამოგლეჯილი ამ ყოფილი და მე რო ჩავმოვედი თავიდან დავიწყე ყველაფერს საწყობი შენ თავიდან გაგიცანი მე კი შენ ანუ ხოხტები ეგ რაღაცა ეგ ის ბმა გამიწყდა რაღაცა თავი ჩერს ლიკა გაგიცანი მე თავიდან ხო მაგას გეორე ცოტა უხერხული ლიკას ვიცნობდი 90-იანებში პალარა ბავშვი ლექსებს რო კითხულობდა მაშინ და მე გავიცანი თავიდან როგორც დასრულდა ცოტა ჩვენზე ადრე იტუსავ იმიტომ რომ აი მიროს პერიოდი აი მირიან შენგელაია ხა არ გახსოვს მაგრამ მოკლედ აი პირველი გავარ ჩვენზე ადრე ეგენი გავარნერთ 3-4 წლით და ნუ აი რაღაც მაგ
ხო, ეგ მეც აი როდინელი ვარ, აი 93 წელი არის ალბათ მაგას არც მახსოვს წესი. ჩვენ ერთ წელიწადში. როგორ იზრდებოდი იცი ეს ხო საბჭოთა კავშირი იყო და ყველაფერი დაცული, რა დაცული, просто მე მეგონა რომ დაცული იყო და მე თინეიჯერი რო გავხდი დაინგრა ყველაფერი, აი ეს puberty-ში რო შედი, გარდატეხის ასაკში, ხო? აი დედამ ყველაფერს ეს წაიკიდა. ხო, მალევე შეიკრა, ანუ ალბათ მანამდეც იყო შეიძლება რაღაცა, მაგრამ ესეთი ალტერნატიული ტუსოვკის კლუბი მე რაც მახსოვს აურა იყო. ლადო ბურდულის სახლი იყო. არა, მანამდე ლადო ბურდულის სახლი ისეთი ჩეულებისთვის იყო. აბრეშუმის ფაბრიკა. აურას დროს მე ლადოსთან არ მომხვედრილ ვარ. ანუ ეგ აურა არის 15-14 წელი. ლადო მე ანუ ლადო მანამდეც იყო და მეც გაგზავნა. ხო. ადრე არ მე პირველად ლადოს ამოყანეს და გავიცანი ყველა. და ის აურაზე მოყვეს რა. აურა ანუ აურა როგორ რაღაცა იყო, იცი? აზემკაში აი ყველაზე ზეთადგილ ივერიის ქვეშ ყაზარიანის სახლის ქვეშ ყაზარიანის სახლის ქვეშ იყო ესეთი all inclusive კლუბი პირველად საქართველოში ბიჭო რა ეგ როგორი პერიოდი იყო წარმოიდგინე ვართ ამ სიბნელეში და უცებ ხედავთ fashion TV-ს და MTV-ს და ეგეთ რაღაცებს და მაგ დროს ეს დასავლეთი იყო ღერთები ჩვენთვის ხო და ყველას მანდგვირა წასვლა გვინდოდა რომ იმიტომ რომ საბჭოთა კავშირიდან მოდიხარ ბრუტალისტურ სამყაროში ცხოვრობ ზემოდან დამატებული ეს ბრუტალისტური სამყარო დაანგრეულია და ცეცხლი აქვს მოკიდებული და ხალხი ავტომატებით არის რა თქმა უნდა ყველას გვინდოდა ფერად რაღაცა ჟან-პოლ გოძეს სამყაროში მოხვედრა ეგ იყო აურა მაგის მცდელობა რა ეგ აურა არის მიბმული ის ავანგარდული მოდის ასე ქელა რო აკეთებდა მაგასთან და ვინ გააკეთა ვაფშე აურა იყო დათო ხარჩილავასი დათო ხარჩილავას მამა იყო მერანი რო იყო გამომცემლობა მაგის დირექტორი იყო და ნუ რაღაცა კონდათ მაგ ექსპორტი არ ვიცი საიდან მაგრამ ნუ რაღაცა ექტუსოკა იყო და დათო ხარჩილავარი მირიან შენგელე დათო ხარჩილავი ბიზაშვილები არიან ეგ მაგათ მაგნეს და მე დაიმეგობრა ხალხი გარშემო ვინ გავიაკეთებდა რომ მაგ დროს იგი გახსოვთ იგი კი აი იგი არის დათო ხარჩილავა ოკეი არ მახსოვს ეგენი არ მახსოვს თუ თვალი ვიყავი სულ პატარა ვიყავი მაშინ და სვავდი გიჟივით არა ყრაერქო გომს რა სპეციფიკური ხო და all inclusive რა თქვი მართლა ეგრე იყო ანუ აი ყველანაირი გარიყული სუბკულტურისთვის იყო თავშესაფარი. კი. და ბიჭო, ეგ არის რა პერიოდი, იცი თან აი ბერლინში რო დაიწყოს Love Parade სუპირველად. აი მაშინ დაიწყო ეს ელექტრონული მუსიკა იყო, აი ახალი შემოცურებული ასე ვთქვათ რა და ბერლინში დადიოდნენ ვიღაცები თბილისიდან, ჩამოქონდათ ინფორმაცია და ეს Prodigy-ის პერიოდი არის ეგ პირველი ალბომის აი ეგეთი დრო არის და ეგ მუსიკას საამბე რაღაცას წყვეტავდა და აი ცეკვავდით რა. ეს ქვეყანა არის ცოტათი პიტერ პენივით, მაშინ ეგეთი იყო ეხეს ეგეთია. დაკარგული ბავშვების ქვეყანა არის. მაშინ ეს რო უყურებ, ყველაფერი არის ძალიან საყვარლობა და თან ცოტა სევდიანი, იმიტომ რომ იქ სულ ყველა გონია რომ დაკარგული ბავშვები რაღაცას ფართხალები. ეხაც მართალი ხარ ეგრეა. ეგ სულ ეგეთი გზა მოჩება საქართველოს არის პიტერ პენის ქვეყანა რა. ეხაც დღემდეთ? აბა რა, ეხა კიდე უფრო მეტად გონი. ეს რაღაცა ხვდები რა. რაღაცა ეს ამ ქვეყანას ეს ნაიბობა თავის ანუ თვითონ ახალგაზრდებს უწევთ თავის გატანა და დამკვიდრება ანუ სულ ჯოჯოხეთურ რეალობას ებრძვიან რეალურად. მაგას კი არის ბიჭო ცოტა რაღაცა სისუფთავი არის მაგ ყველაფერში. ამაში არის სისუფთავი. კი, რაც ბავშვური სისუფთავი არის, რომელიც ასევე გადადის უგნურებაში საანმარტივად, ხო? მაშინაც ეგრე იყო და ეხაც ეგრეა. იმიტომ რომ ხელშეწყობა გარემოსგან არ არის რა, ის დაალაგებული არ არის გარემო, რომ შენ მოგცეს ეგ გზა, რომ ისე იცხოვრო. ანუ ეხლაცო რო იკითხე რა პირიქით ადრე ყოფილა პერიოდები, როცა იმედი გაქვს რაღაც. ეხა ჩემი გადმოსახედიდან უიმედობაა რა. ეხა ვის უყვებოდი რომ შენ ხო მოგიყევი რომ ისა ეხა ვიყავი ბერლინში. არასდროს არ მაქვს ხშირად დავდივარ ხოლმე და რო ჩამოდივარ სულ მიხარია და თბილისი რაღაცა მიყვარს. პირველად დავიგრუზე რომ ჩამოვედი, იმიტომ რომ მივხვდი რომ იქ აი ცხოვრებას ირგებს ხალხი და ჩვენ რაღაცა ბანძ ატრაქციონზე ვცხოვრობთ შემაიმინა რა. და შარი ვართ რა უბრალოდ რა. შარში ვართ. ჩვენ უყურებთ არა შარი ვართ ვიღაცებისთვის რა. ანუ ვაწუხებთ რა ხალხს რა. ეგრე არის. და ნუ შარში ვართ. შარი ჩვენ რო არ ვიყოთ ისეთი ის მაქვს რა ქვია რა. წარმოდგენა რა ესე გონია რომ აი ჩვენ რო არ ვიყოთ უკეთესად იქნებოდა საქართველოს რა შეჭამენ შეჭამენ როგორ რაღაცა არის იცი კიდე გეტყვით ცოტა პირადი ჭამენ ისედაც ეხლა და ვაფშე რო არ იყო ეს ტიპი ვინც ცოტათი მოკითხავას იმინა გადაჭამენ ერთმანეთს და გადაჭამენ ეხლა უკვე უცებოთ მაგ დროს მაგრამ იცი როგორ რაღაცა არ კიდე ჩვენ ცოტათი უყურებთ ეგოისტურად მაგას იმიტომ რომ მოკლე დროზე უყურებ 30 წელზე არის ლაპარაკი ხო 30 წლის მინდა შენ
ცხოვრებისთვის არის, შენი ცხოვრებისთვის, თორე ისე დიდ ფურცელში 30 მოიცა როგორ მოსეს რამდენი ხანი დაყავდა ებრაელები, რომ აყოფილიყვნენ სულით მონები. ძალიან შორს ვარ, მოსეში, რომ ჩვენ მოვყევით უდაბნოში საუბრობთ. ბიჭო, ხო და მე ვიზახი რომ ანუ შეუნა დავიბრიდოთ რა. იქ მთელი მუღამი ის იყო, რომ ის თაობა, ვისაც მონობა ახსოვს, ყველა უნდა დაიბრიდოს და ახალი თაობა უნდა გაჩნდეს. ისტორიის გადმოსახედიდან ნორმალური არის ეს 30-50 მაგრამ ჩვენ გვინდა იცი სუყლეობაში ვარ და ხო თითქოს გამოვიდა და აი რაღაცები ისე მიდიოდა რომ ჩვენი სამყაროს გაცოცხლა რაც გვინდოდა და უცბად რაც გავაცოცხლე ძლივს შეჩიმა ისე აი წუწუნში ნუღა გადავა იცი რა კიდე მეორე რაღაც წუწუნის გარდა ცოტათი კი მეც სამტკიო და ფიქრობ რომ რაღაცებს ხვებს ვაბრალებ თომე ძალიან ხშირად რო არ მოგატყუა რაღაც ვარიანტი ყველაზე მარტივია ყველაზე მარტივია იდეაში პრობლემებიც იმდენი რაღაცაა რაც არ გვიფიქრია მაგალითად იმაზე რომ ტრამვები რას გვაქვს გავლით თუ და ცოცხლებს არ გვილაპარაკი არის ხო ჩვენ თაობას არ გულაპარაკი მე ნამუშევარი collective consciousness ერთეულებს ჩვენ თაობის ერთეულებს ერთეულებს არ გემ ჩლიანი საზოგადოება არის ტრამვირებული აი წარმოიდგინე რომ ბავშვობაში ვიღა მეზობელმა გაგაუპა აი სიტყვაზე ვიძახი ანუ დედა შენი მოკლა შენ თვალწინ აი ტვირთით დაგვაქვს ქვასავით და არავინ არ ვითომ არაფერი არ მოხდარა ეგრე ცხოვრობ ჯერ ეგ არის პირველი რაღაცა იდენტობაში გვაქვს გარღვევა საშინელი იმიტომ რომ ჯერ ჩრდილოეთიდან გვეკაჩება ვიღაცა მე ხე დასავლეთიდან გვეკაჩება რაღაც პუნქტში ვიღაცა და ეს არეულები ვარ ვინსა დასკდება ვერ გავიგე ყველაფერზე ჟონავს ეგ კვილის ეკივნა დამწყებული და ჩემი პროფესიით დამთავრებული ხო ანუ რთული არის ძალიან მაგ პროცესს ძალიან უცნაურ დროში ცხოვრობთ თუმცა ისიც არის რომ სამაგონებელიც არის ეს დრო უტა შენი პროფესია აი რო გეკითხებიან რა პროფესია ხატვარი ვარ რა ვიცი ხო ბევრ რაღაცებს ხატვარი შენ აკადემია ხარ აკადემია ვარ ოღონდ ისე გერი აკადემია ეს აკადემიას რომ აკადემია თეატრალში სწავლობდი ცოტა ხო და თეატრალში სწავლობდი მახსოვს თეატრის სანამ წავიდოდი სწავლობდი 3 წელი მე მგონი ოღონდ დაი ფილმს რა ალბათ აკადემიის მერე ხდება ხო? აკადემიის მერე ხდება. აკადემიის დროს მე ვსწავლდი იყო 93 მაგ დრო არაფერი დამწვარი იყო. და თეატრალური ხარ სადღაც 14-15-16? აი ბაკურას სწავლობდა და ნონო ანთაძე და მირო და ისინი ხო და მაგ დროს ანუ წყალწაღებული სწავლობდა არის ძალიან ხმამაღალი თქვი ერთადერთი თეატრალური რასმა ანუ აკადემიას რას მოხდეს რომ ხატვა ვისწავლე და კაი იყო დანარჩენი არა ნული მახსოვრობა მაგ და თეატრალურად კაი იყო რომ გოგი გვახარია კინოს გვაყურებინებდა და მე გესმის ინსპირაციის პონჩი მახსოვს ეს რაღაცა სიგიჟე ფილმებს მაყურებინებდნენ და ეგ იყო ეგ ორი მახსოვს და ჯერ ნული მახსოვრობა აქვს არაფერი არ მემიღია აქედან იდეაში გესმის ტრეინინგი მაგ გაკეთებული ქუჩაში მე და რომ იქ რო წავედი სტატებში და დავიწყე როგორი პონტი იყო რა თეატრში შემთხვევით ვიპოვე რაღაც ერთხელ ეს დიზაინის სამსახურში ვაფშე შემთხვევით და მაგითი ვისწავლე როგორ უნდა გავაკეთო თვით გამოხატვის და ძალიან დიდი ხანი დამჭირდა მაგისთვის საუბედუროდ კაი სკოლაში რო წავსულიყავი სტილის დიზაინზე მუშაობდი თუ კოსტუმ კი 10 წელი მუშაობდი ორიოზე რა სეტ დიზაინ და კოსტიუმ დიზაინ იქ 10 წელი და პოსტმერი გავანაკეთ რომელ წელს წახვედი რა თქვენ 18 ბოლოში რა რეალურად მეც კარგად გაგიცანი მე რო ჩემთან მახსოვს სადღაც დაგიყარე რა ან მე 2000-იანები 10 წელი არ ვიყავ ჩამოსული აქ აუ რა პიზდეს კი როდი ჩამოვედი 2008 წლის 6 თუ 7 აგვისტოში 2008 წელს ჩამოვედი მანამდე არა ანუ ესე გვიან 2008 წელს ჩამოვედი აი ეს ადგილი ჩავარდნილი მაქვს შუაში და ჩამოვედი და ომი დაიწყო 2 საათში ზუსტად 2 საათში რო ჩამოვედი და დაიბომბა წინვა აი ეგეთი სამაკ ჩახართული მე რაღაცა დასაწყისი მახსოვდა 2000-იანებში შენ ჩამოს 2000-იანებში არ ყოფილა რა 10 წელი არ ჩამოვედი ვაფშე 10 წელი არ შევებოდი ისი გაბრაზებული ვიყავი რა ძალიან რა რამ გამაბრაზა არ ვიცი გაბრაზებული ვიყავი და მოჭრილი მქონდა ვაფშე ყველაფერი ქართულად არ ვლაპარაკობდი 10 წელი თავიდან ვაფშე აი ეს რა არის ამერიკაში რომ მიდიან და რომ წყვეტენ ურთიერთობა საქართველოსთან მე ჩემგან გამომდინარე გაბრაზებული ვიყავი ძალიან და ეგ იყო ჩემთვის რა რომ მარტო გაბრაზება არის რა აი ოჯახთან მომიწია დაცილება და ყინეული იყო ძალიან დედაჩემს რო ვხედავ ძალიან ბევრი რაღაცა ეს გამოგაცო და გაცნობილი მე რატო შევოდი და ვიღაც ხვები რატო შევი რა ვიცი რა ანუ შენ ხო იცი რომ ბევრ გარშემო ჩვენ მეგობარმა გააკეთა ეგ გადავიწყდა არა გადავიწვაზე არა რომ ფაქტიურად გაჭრეს ურთიერთობები ანუ აღარ გვაქვს ესე თავიდან გავჭერე კი ვიზეს ლაპარაკობ არა ეგ არაერთია ეგეთი არა ბიჭო მე მქონდა ჩემი პრობლემები თავიდან რომ წავედი რატომაც ჩავჭერი იმიტომ რომ არ მიდოდა იმიტომ სიგნალესთან იყო ასოცირებული ყველაფერი ვერ ვაცნობიერდი რა საიდან წამოვედი და აი როგორც ჩვენ ახლა რასაც ვუყურებთ კოლექტიური ცნობიერად რო ვითომ არაფერი არ მოხდა რა ვიცით ეგრე ვიყავი მაშინასთან და ეხლა რა შეიცვალა აქროს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა საქართველოში და ჩემში რა შეიცვალა ოი ორივე თუ
ძრავი ძალიან რაღაცა შეიცვალა იდეაში, რავი, თვითგამოხატვა შეიცვალა ყველანაირად. ანუ ჩემი დამოკიდებულება იდენტობასთან შეიცვალა, რაც ადრე ქონდა არეული. ვერ ხვდები აი ინფლუენსერების საერთოდ მოდიოდა და ვერ ხვდებოდი, მაშინ ახლა ხვდები. როგორც ხატვი, მე ხო რომ ცხოვრობ, როგორც ხატვარი, ხატრობა არის ჩემი ორგანული ნაწილი, ხო, როგორც აი სული, ეგრე არის ჩემი ორგანული ნაწილი. ნიშნავს, რომ მაგაზე რომ მუშაობ, მე თვითონაც ვიზრდები როგორც პიროვნება, ხო? და თვითონ აი ეგ ნაწილიც აი იდენტობასთან როგორ არის დაკავშირებული, ჩემ წარსულთან როგორ არის დაკავშირებული, აი მე generational როგორ არის ესა თაობრივი ტრამვასთან როგორ არის დაკავშირებული, დეკოლონიზაციასთან ამ ჩოჩოხეთისგან როგორ არის, ну ძალიან ბევრი რაღაცა თემებია, რომლიც არის ჩემი ნაწილი, რომელსაც არ უნდა უარყო, იმიტომ რომ არ გესმის აი რაღაცა მომენტში მაგალითად მინდოდა რომ ყოფილიყავ ეს დასავლელი მხატვარი, რომელიც ფიქრობს სივრცეების შეფრცებაზე რაღაცა, ნან ხო ხდება რაღაცა ცოტა ეს აბსტრაქტულ თემებზე და მე პროსტო მიხდი რომ ეს არ არის ნამდვილი ეგ რაღაცა პოტინები, რომელიც არ არის საიდან არ არის რაღაცა და კიდევ უფრო მივხვდი როგორ დავაკავშირო ეს ჩემი ხელოვნება ჩემ თავთან რა და მაგას პირდაპირ მაგასთან მაგით ვცხოვრობ აგ ყველაზე უფრო მეტად ეგ არის ყველაზე დიდი ნაწილი რატომაც აქ ვცხოვრობ რომ გავიზარდო პიროვნულად ჩემი ხელოვნების ხარჯზე ასე ვთქვათ. აუ რა მაგის პასუხია ვაფშე უნდა გადაუხვიო რა შენი Spotify Wrapped როგორ გამოიყურება? What? Spotify წლის შეჯამება Wrapped Spotify არ მაქვს მე. Spotify არ მაქვს, iTunes. iTunes-ის გამოყურებელი ძალიან ბევრი ambient-ი არის, აი სასწაული რაოდენობით პირველი მყავს ambient-ის სახელები არ მაქვს უცებ, მაგრამ რაც უფრო სიმშვიდეები მით უფრო მეტი, ძალიან ბევრი იტალო დისკოები არის, უამრავი კიდე. იტალო, ანუ იტალიური დისკო? იტალო დისკო არც რა არის. კაი რა სიძახი. იტალო დისკო არის 80 ძალიან ცნობილი ჟანრია მუსიკის 80-იანი წლების პოპი რომელსაც სპეციფიური საუნდ რომელიც მოდის სინგსიდან ორიგინალზე და მე გაპაპსებული სინგს არის იტალო დისკო ეგრე ქვია. მოგესმენთ ერთგვარ რა სპეციფიური ჟანრი არის, საცეკვაო მუსიკა არის. რამევეში თქვი ერთი რაც არის კარგი წარმომადგენელი და დავდებთ ლინკს ჩავაგდებ. მოიცადე სახელები არაფერს არ მახსოვს არასდროს, იმიტომ რომ აი პროსტა მე ჩაგვიგდე და ისე ჯგუფები არის, რომ აი ერთ სიმღერას რო უშვებ და ყველა და აი ვერ ვიმახსოვს. აი რაღაცა დისკო რაც არის რა, დისკო არ არის, იტალო დისკო. ოკეი, იტალო დისკო. რა არიცი ვინ არის და რა არის და რაღაც. აი ერთი ვეში ჩაგვიგდე და ჩაგიგდეთ მე შევხედა სახელები მახსოვს. კიდე არის R&B ბევრი by the way, რაც ახალი R&B, აი ეს ახალი გოგოები რომ ხედავენ, როგორც ლამაზი ხმებით 1 2 3 წელი მაქვს ეგა. კიდე არის Dark Wave Things გიჟდები და მაგ ტონები და ჩიჩქნი ახლებს, რომელიც ერთმანეთს გავს ყველაფერი არის ძალიან მაგარია. მაგის სახელებს არ მახსოვს. მე ბერლინური ჯგუფი იყო, ისეთი მაგარი ხო გიჟდებს უმაგას მე. NNHMN ჩაგიგდებ მაგას. აუ შენ რო აკეთებ იმებს. არგინა თუ გინა ეგ ამბუჭრათ და არგინა რო დავარეალიზოთ შენი ესა რა AI-ით გაკეთებული დედის ტრაკი. არა შუგეისი არა, იმის ფანი ვარ. გინების ფანი? ხო. დავაი არ დამიდია ჯერ პროსტა არსა. ხო და ეს გავა რაღაც ერთ კვირაში და დავაი სადავდო პროსტა. ჩვენ ვიზავთ. ან SoundCloud ნებისმიერ თუ გინდა YouTube-ზე ატვირთებ, თუ გინდა SoundCloud-ზე, თუ გინდა ის ნო, მაშინ ვიდეოსაც გავუკეთებ თავისა. Yes. Всё, короче, აღწერაში იქნება უტას გაკეთებული, უტას გაკეთებული ტრეკი, ჩემი გაკეთებული ტრეკი არ არის. ნუ, შენი AI-ის გაკეთებული ტრეკი, რომელიც ფანის ვარ ამ ბოლო დროს. მე ვიქნებოდი მაგის ფანი ბავშვობაში. რა არ შეხვედრი, უტამ თქვა რომ არა, არ დამიდია და მაგით არ შეხვედრი არსა. არ გაქვს მოსმენილი? არ მახსოვს. არ მოგასმენი, ნე? მარტო შენ გაქვს მოსმენილი, არც არ აქვს მოსმენილი სხვა. Okay. არა, ხო არ. ანუ როგორი მუსიკა არის, იცი? რა ქვია მაგას? გრასე პანკი ქვია. Speed metal, punk, thrash shit eating გოგოების, მაგრამ ბავშვობაში ეგ რომ მომესმინა, გავგიჟდებოდი, რომ ეს არის გიგზიზე დინებიან გოგოები ძალიან. ხო და აი ესე გოგო ვინმე თუ მღერის გამოგვეხმაურეთ რა აი მოусმინეთ სიმღერას და გვინდა რომ ესეთი ალბომი ჩავწეროთ რა თუ გამოუშვათ თუ შეიძლება უძდელურს უთქვი ეგ ძალიან მაგარი იქნებოდა ბავშვობაში ეგ რომ მომესმინა და მაგით ეს AI-ზე რას ვაკეთებ იცი რაც მინდოდა და არ არსებობდა ეგეთ მუსიკას ხო მაგრამ მაინც ეთყობა ეს რა ეთყობა მაგრამ აქსისტები AI-ს რო უსმენენ ექსკლუზიურად იცი და უბრალოდ ვერ ხვდებიან თვითონ ისები ხო ეგ ბაძაკ ანუ მე რამდენჯერ სტაკში ვიჯექი
YouTube-ზე ჩართული რაც ქართული სიმღერები და AI-ის გაკეთებულია და დაშბანდური და ტარარანტა. ხომ არა რატო აკეთებენ მაგას ისინი? ვიღაცები აკეთებენ და ესენი უსმენენ რა ვიცი. შეიძლება ეგეთ ხალხი მელომანები პროსტა მუსიკა არ ჩართული ასე არის. ხო, არა მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ეხლა რო უსმენთ მუსიკას, იმას დედა როდის მოკვდა და რა ქნა და ბებიამ ვის მიცა, ეგ გვაინტერესებს. ხომ არა, ეგ ტრამპაც უმპა ისედაც უხრათ ეყარა თქო რაღაც შემოყლეთ უნდა და AI-ით რო აკეთებ. არა, ნახე რა, რო ჩართო ეს რასაც იძახის არის, აი რაღაცნაირი ცოტა აი ბაზრობა რაღაც ეგეთ მუსიკა რო არის, ხო? მაგას რო და იცით ვინ არის? ინა. აი ეს ხათამაძე რო იძახდა რომ ჩემი ის არისო რა ქვია. AI-ის მუსიკა იცი და Katy Perry გაქვს მოსმენელი? ვიცი ეს AI-ის მუსიკა რო AI არის მართლა, აი ყველაზე უფრო მეტად ეგ არის AI-ის მუსიკა. AI-ის მუსიკა ბევრია ძალიან ვაფშე ეხა წავიკითხე რომ პოპი არის AI-ის, აი გააჩნია პოპს. სუფთა სისხლის პოპი რაც არის რა. ყველა პოპი არ არის ბიჭო, გააჩნია პოპს არ არის ეგრე. რა Britney Spears AI არის რაღაც. აი არ არის, ჰიტები მომხდარ არც პონჩი არ არის. არა, ხო სიცოცხლე. მე Britney Spears-ის მარტო ტოქსიკი მევასებოდა და მე რო აკავერები. მე მომწონს თვითონ როგორი არსებაც არის, ეხა ვიდეოს რო გიჟდები მაგას. აი ხა. ხო და აი უკვე AI არის მგონია. მე ეხა რაც ბიჭო, ეგ არ გაიქცა გოგოს და მაგრამ რო ნერვიულობენ AI-ზე, შენც ნერვიულობ? ნაწილობრივ ნერვიულობ, ნაწილობრივ რაზე ნერვიულობ, ანუ რაღაც გადაწყობა მოხდება, როგორც მოხდა, როცა შემოვიდა Windows-ი რა. ანუ კი სანერვიულობ ვიღაცებს აქვს, რო არ მოგატყუო, ვისაც პროფესია აქვს, თელი ცხოვრება ასწავლიდა და გამოიწყო 15 წუთში, მაგალითად სპეციფიურ ფოტოგრაფებს, მუსიკოსებს, ასე შემდეგ. მე საერთოდ არ ნერვიულობ. იმიტომ რომ გეტყვი მე როგორი აზრი მაქვს ეს, შეიძლება ვწდები, იმიტომ რომ ეს AI-ც არის bottomless pit როგორ თქვა, zero ესა ორმო ხო? იქ ასმანცის კიდე იქ რა მოხდება, იმიტომ რომ ეხა გამოდის self generate, თვითონ რომ თავის თავს აჭკვიანებს ეგეთი AI, რომელიც რომ ვაფშე, მაგრამ აი თქვა მუსიკაზე რო ავიღოთ, ხო? აი Kate Bush როგორ შეიძლება იყოს AI, ვერ იქნება. აი ზუსტად. იმიტომ რომ არის ორიგინალი ერთი და ვერ ხვდება იმას რო წერ რა არის. მაგრამ აი ფილმისთვის და რეკლამისთვის, აი რეკლამისთვის, აი ხო იცი ეთქვა რომ აი აი reality show-ში რო სიმღერები ანუ იყოს AI. მე რასაც ვაკეთებ, ხო რეკლამისთვის, ხო? მირეკავენ, მეუბნებიან რომ აი აქ ესე უნდა იყოს, ამ წამზე ეს უნდა გასევდიან და მე ხერო და მაგას იგივეს ეთქვის AI-ს და ეგ მოხდება. აი ეს სარეკლამო მოხდება, შენ არ ინერვიულობ მაგაზე. მე არ ნერვიულობ. მე პირიქით გონია რომ Smokes ვერავი ვერ ჩაანაცვლებს. ესეთები მოგხედა. აი გონია რომ როგორ რაღაცა მოხდება, იცი AI-ს ესე მგონია. კიდე შეიძლება ვწდები, მაგრამ გონია რომ ეს ორიგინალობა და აუთენტურობა რაღაცების უფრო იმას იწამს რა ქვია. უფრო გაძლიერდება ვიდრე აზრი. აი რაცა ეს აუთენტური ხალხი მგონია რომ უფრო მეტად დაფასდებია ვიდრე აზრი. ჟრიალი იქნება ფასეული, აი ვინ ვის გააჟრიალებს რა. ხვდები აი ის რო გაგაჟრიალებს, აი მაგას ჯერჯერობით AI ვერ აკეთებს ყოველ შემთხვევაში. მაგრამ კაცმარიცის რა მოხდება? შეიძლება გააკეთოს self generated კაცმარიცის რას ნიშნავს? შეიძლება ნიშნავს რომ ვაფშე ინდივიდად ყალიბდება რაღაც კარიცი, არ ვიცი ჯერ რა მოხდება მაგითი, მაგრამ ეხა როგორც არის რაღაც ემოციურ გათვლებს გააკეთებს, სად დაარტყას დრამის სადისკ, რაღაც აი ამეებს გაგიკეთებს. აი მაინც სუბინდა რომ მოვიდა აი Kate Bush როგორ გააკეთეს. არა, ეგეც ვერ გააკეთეს. მაგრამ ნახე, აი როგორც კომპიუტერმა მუსიკაში შეცვალა რა. აი ჟანრები შეცვალა. ნახე, აი ჩვენ მეგობარია და მაგიტო ვიტყვი. ტუსა 70-იანებში ვერ ჩაწერდა ალბომს. კი, ხო, ისე რა თქმა უნდა. ეხა არ წერს და ძალიან ბევრი მაგარი მუსიკა გააკეთა, ხვდები? იმიტომ რომ ადრე რო უნდა გექირავებინა სტუდია რომელიც ალბომი ღირდა $100,000 ჩაწერა, მაგრამ ეგ ფული ვიღაცას უნდა ჩაედო და ნუ ძალიან სერიოზული ინსტრუმენტალისტი უნდა ყოფილიყო და იქ ვოკალის გასწორება და რაღაცეები არ იყო. ხო და ეხაც იგივე პონტი გონია რომ ეს გარდამავალი პერიოდი ძალიან ბევრ ხალხს ეშინია მაგის, იმიტომ რომ რაღაც პროები არიან და უცებ რაც თელი ცხოვრება ისწავლა ერთ წამში აკეთებს ეს AI, ხო? აი ეგ არის გასხვავება იდეაში. პლუს ტექნიკური მაგარი დახმარება. აი ხა Ableton-ში გამოვიდა ახალი აპდეიტი გუში. AI აპდეიტი, ხო და როგორ იცი? ჩემი ძველი სიმღერების ალბომი მინდა გამოუშვა რა, unreleased ძველი ტრეკების და არ მაქვს multi-track-ი და ვერ მიქსავ რა. დააკეთეს multi-track-ს. შევაგდე, ანუ ბევრი შვება მაგას, მაგრამ ეს შევაგდე და როგორ დაშალა, იცი? აი
დრამი ცალკე გაქვს, ბასი ცალკე გაქვს, ოღონდ კარგი ხარისხით. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ადრეც კეთდებოდა ეგენი, მაგრამ ეს კიდე სხვა ლეველია საერთოდ რა. ხო, რა, მეგონია შესწრის ვაფშე რა, ყველაფერს შესწრის, მუშაობის პროცესს შესწრის ხალხის, ხო? ვინ როგორ მუშაობს მაგაშებს, მედიცინას, ვაფშე ყველაფერს შესწრის კი. რაღაცა გარდატეხვის პერიოდში ვართ, როგორც იყო ინტერნეტი რო გაჩნდა, პირველად მაშინაც ეგრე ისტერიკაში იყო ყველა და Y2K გახსოვთ? Y2K იწყებოდა ყველაფერი. ეხაც იგივე ხდება, მგონია რომ ცოტა ზედმეტ რეაქცია გვაქვს ცვლილებებზე, როგორ Eiffel Tower პირველად რო დადგეს, დაწვა უნდა და თელ პარის, ხო, ეზიზღებოდა და გული უსხდებოდა. ყველას ყველაფერზე გული უსხდება თავიდან. მაგრამ ცოტა ჭიკჭიკებ და კასპარიცის რა შეიძლება მოყვას, ხო? შეიძლება დაგვირიდოს, მაგრამ ნუ ეგეც ის რა ქვია, აზიმოვის წიგნები გაქვთ აქ. აი აზიმოვში ხო არის აი რაღაც კოდექსი რაც რობოტებმა რაც არ მოგაკეთებს. აი ეგეთ კოდექსს თუ ჩაუდგეს, მაშინ ოკეი იყოს. ჩაუდგეს რა, ყველაფერს შეიძლება უარო გვერდი, ხო? არ ვიცი ჩვენ რაზე ვფასრობთ, ეს ვის მაგას აქედან მოდის რეალურად ეგეთი ლიტერატურიდან, აი ბრედბერებიდან, ბრედბერთან არ იყო კიდე, მაგრამ აი არტურ კლარკებთან და მაგასთან აზიმოვთან კონცეფტთან, რომ იჯოავს თავზე ისე, რომ შენი კონტროლს მიღმა არის და რეალურად ეხაც ხო იყო ლაპარაკი, რომ აპდეითებენ სხვადასხვა ტიპის AI-ს და ჯერო არაერთებენ ინტერნეტში, რომ რაღაცა, ანუ ვითომ მაგით იცავენ იმისგან, რომ არის ძალიან არ განვითარდეს თუ რაღაცა. რაღაც ეგ ბალამუტი ხო იყო. ნუ ალბათ რაღაცა ხო და რაღაცა მექანიზმები ალბათ პარალელურ რეჟიმში გამოჩნდება, რითიც ის კონტროლი მოხერხდება, რომ არ შეგვცეს ძალიან. რა თქმა უნდა, ატომური არაფერია ეს მეშინია. არ მიაერთებენ რაღაცას. ალთან და ეგეთ რაღაცებთან, როგორც ყოველს მეშინია, რომ რა შეიძლება მაგას მოყვეს. თუმცა ალბათ რაღაცა დაალაგდება, I don't fucking. ძალიან საინტერესო ექსპერიენსი მქონდა, სადღაც ნახე, კი ალბათ სისულელია, მაგრამ AI-ის ამუნები prompts. აქიდან ეხლა რამეს რო კითხავ მეუნები მარტო ან კის, ან არას, ან თუ ვერ ამბობ, რამე ანუ გაქვს ინფორმაცია და რამე გაჩერებს თქმისგან, თქვათ ვაშლი. და ეკითხები ძალიან ისეთ კითხვებს, კაროჩე რა. მაგალითად, ანუ ჯერ ჩვეულებრივს ეკითხები და ან კის, ან არას. მე გეუბნება, რომ NLO-ს არის დედამიწაზე იყო ჩამოსული, გეუბნება ვაშლი. მერე აი და ძალიან ისეთ რაღაცა კონსპირაციულ რაღაცებში გადიხარ და ვაშლი გეუბნება რა გარს. მაგი რა შეიძლება კონსპირაციულ იმას უყურებ ნიუსებს, კონსპირაციულ ნიუსებს არა. BBC-ზე გეუბნები კონსპირაციულ ნიუსებს და CNN-ზე და ეგეთ არხებზე სულ ლაპარაკობენ უცხოპლანეტელებზე ეხლა ბოლოს. აი ხარო რაღაცა გაიჩნდა და მაგის გარეშეც რა ძალიან ბევრი ისენი არის. მე მგონია მაგ დროს იმ პერიოდში აქტიურებენ ეგეთ თემებს, როცა რაღაც პრობლემები ჩდება ქვეყანაში და ყურადღების ალბათ. რაღაცა მასიური ისტორია. აი ხაი ტრამპის პერიოდს მოაყოლეს ის იმდენ სისულელეს ისურის, რომ პარალელურად აამუშავებს NLO-ში. ტრამპი არის პირდაპირ მიგმული კონსპირაციულ ხალხს. ვაფშე AI-ია შეიძლება ეგეთი. ხო და ისა რა ქვია. იქ რა ხდებოდა ნიუ-იორკშიც უნდა მოგვიყვა. იქ მოგიწე იქაურ ანდეგრაუნდთან რამე. აუ კონცერტებზე რევზე ხარ ნავყოფი და ვაფშე რა პონტებში ხარ. PJ Harvey-ზე რა ყოფილად მახსოვს, ყველაზე მაგარაგი იყო. Dead Kennedys-ის კონცერტზე ვარ ნავყოფი, ვაიმე გამო. ეგეთი აფერმე ხეთ მართლა? როგორც ეს წარმოიდგინე 100 კაცი იყო ალბათ სცენაზე თავის გაკეთებული ინსტრუმენტები, და არასდროს ვერ მინახია ცხოვრებაში. Dead Kennedys რამდენი ხანი არ გამიგე. ანუ აი ბოლო ერთ-ერთი ბოლო კონცერტი, რაღაცა ძალიან მაგარი ხალხი იყო მოსული სანახავად და სასწაული იყო ეს ხალი პირში უზის ბეშაპი არ ეგეთი აფერმე ხია ცხოვრებაში. კიდე რაზე? აუ ბევრ რაღაცებზე არ მახსოვს ხო ეს. ძალიან ბევრ ისეთ რაღაცებზე ვარ დაყოფი კონცერტზე, რომელიც არ იცი, просто იქ ლოკალ ჯგუფების ერთ პერიოდში ნოიზის კონცერტებზე რა ვატარებთ არის საერთოდ ხმაური რო ისმის მაგაზე პანკზე დავდიოთ ძალიან ბევრს ხო და მაშინ იმ პერიოდის აქაური ეგ ცოტა ანდეგრაუნდი ხო სასაცილო იყო, ეხა იქაურ ანდეგრაუნდთან შედარებით ალბათ. ანუ იქაურ ფრიკებთან შედარებით აქ მაინც ისინი ციყვებიან. აი, ფრიკები ყველგან ფრიკები არიან. შენი ფრიკები იყვნენ ახაც რა. ეხლა დღეს რასაც ვიხსენებდით მე და შენ რა, ანუ აი პათოლოგიის ხარისხს რაც ჩვენ მქონდა ბავშვობაში, აი ვიღაცებს გამორჩეულად, აი მარგოს და იმას რო ვიზახით ჩვენ მეგობრებს, ვიღაცებს ქონათ აი ისეთი გაჭუილებები შეშიმა რომ ის უაფასნესი რა და ნუ ფრიკები ვიყავით ჩვენც, მაგრამ გონია რომ იქ რაღაცა ცოტა სხვა შიგნაკრავობის ხარისხი. ეს არ მახსოვს ხო ჩვენ ნიუ-იორკში როგორ გაეპიპინებინა ვიღას. ო მართლა არა, ისგან არავინ არ გადამختარა მდინარეში და თავში ბოთლი ჩავარტყამს არავის. ისე გასაცნობად კი, მაგრამ აი სპეციფიურად ალკოჰოლისგან გაყლევება არ მახსოვს. ჩვენთან გაპათოლოგება იყო რაღაცა. არა, ეხა გოგოებში მარტო აბაც
მოდა იყოს ან კაი პონტი იყო კაი პონტი ანუ ბიჭო ტრამვირებული თაობა რა თან ეს ყოველი მეორე აპათოლოგია ალბათ მე გაპათოლოგია ყველა ვარიანტში რაღაც მომენტში მაგრამ ჩემ გარშემო ვინც იყვნენ მაგ დროს სულ ყველა აპათოლოგებდა ვაფშე სულ ყველა აი ხა ისე წყვებით ხოლმე აქ და ძალიან საყვარლად ვაწვდით ამ ადამიანებს რა ნუ აი თუნდაც გამოგვატარა ან ჩვენი სტუმრებიც ყველაზე ხო არ ვიტყვით ხა ჩვენი სტუმრებიც ვინც მოდიან ჩვენი მეგობრები აი ზოგს ლიბრი რო ხოლმე თვალები გაგი პათოლოგებია ბიჭო მე ძალიან მშვიდობიანი ის მაქვს რა ქვია ეგ მდგომარეობა მაგრამ ანუ ესე გამიპათოლოგებია მაგრამ ნუ აი ძალიან ზედმეტი შეჭხიკინები და ანუ ეს ადამიანები ვიზეს ვლაპარაკობთ ესენი აი ორ ჭიქაში რქები ამოდიოდათ და ნუ რქები კი არა დანები საფრთხილოები ბომბა და კი თავის ბოთლების ფშნებით და ის ესეთი ჩოჩაკუჩები რო არის ხო ეს იმაგის თავში ჩასობები და რა არ მახსოვს რომელიმე სადმე ფარტიზე წავსულიყავ რომელიც არ თავდებოდა თავზე ბოთლით ხო და ეს ბოთლის ფშნები მეც მითავაზე არ ვიტყვი ვინ მაგრამ ჩვენმა მეგობარმა ერთი მშვენიერი ბოთლი მითავაზა გენაცვალა. ეს ვიტყვი და ასევე მითავაზა ბოთლი მოპარვით ჩუმად უკნიდან პროსტაცი არა ჰაერიდან აფრის გამო არ ჩხუბი არ ყარაფერი. თხლიშეს ბოთლი თავში ერთხელ ცოცხალი როგორ ვარ არ ვიცი. მე ჩვენი შემდეგი სტუმარი მირტყავდა ბოთლს თავში და აგე გოგამ გააკავა. აუ თან მაგის მოქნეული ბოთლი. ეს არ ამოჭრავს. არა. სულ გახსოვთ ბოთლი 90-იანები. ბიჭო მე აი სადღაცას ჩემი 14-15 წლიდან ძალიან კარგად მახსოვს. აი 14-ის რო ვიყავი. აი ხალხში პირველი გასვლა, პირველი ადამიანები მე ვარ ეხა 45-ში. ჩემს ხა 5-ი პატარა. მაგ დროს ჩემზე პეიშეზე პეროს პროდუქტი ვიყავ. შენ ხეთ მაგ დროს ანუ მე შენ გიცნობდი ისე რომ არ მყავდი ნანახი. ნუ აი ეს მიროს რაღაცეებისგან. ხო რა აი უტაი ეს მოდა სუდა. ბიჭო ის იყო რა ქვია. ყველა მახსოვს, ანუ აი ეს დასაწყისი პერიოდი ის ადამიანები და შემდგეს ლექსოს ველაპარაკებოდი მაჭავარიანს და ლექსოსთან ერთად ტიპი მოძრაობდა ვიღაც ბარაშკა გახსოვს? არ ახსოვს ლექსოსში. ვინ არის ბარაშკა? არა და ერთად გავიცანი. ხვარი. და ესე მე ჩემი მაგდროინდელი მეხსიერება აი ძალიან სუფთად ყველაფერი და კარგად. 90-იანების მუსიკა იყო ძალიან მაგარი. მუსიკაზე თუ ვილაპარაკებ, ყველაზე კაი დრო მუსიკალურად საქართველოში რაც ისტორიოთ ოდესმე ყოფილა იყო 90-იანი და არტისტვისაც by the way ძალიან კაი დრო იყო ყველა ბევრი რაღაცა მუსიკალურად მე ანუ მუსიკისგან ვარ გადარჩენილი იმიტომ რომ მუსიკასთან იყო დაკავშირებული ყოველთვის ხალხი სულ მუსიკასთან და ჯგუფები ვარ ძალიან მაგარი ჯგუფები იყო უამრავი ხო გახსოვთ რა არ მინდა ცუდად გამოვიდეს მაგრამ ჩემთვის მაგ პერიოდის მუსიკოსები ბევრად მნიშვნელოვანი ამ ჩემთვის გეოვნები ვიდრე თქვა მე რაც წამოვიდა აი სუპერ ჯგუფებს ყოველას გულისხმობ რა და ალბათ იმიტომ რომ მე თვითონ ვიყავი მაგას ჩართული თქო და გართული და ანუ ახმა არ მქონდა ეგეთ სერიოზული და ეხანდელი ჩვენი თაობის მუსიკოსები ესევე არიან ეხა პატარებისთვის რა ხო ანუ არ დამოვიწყეს მე რა ჩვენ მეგობარს სულიკას კოკა-კოლაში ჩამოყავთ მეისი გრეი 31 იანვარს ხო და რა მინდა რომ დავეხმარო არა რეკლამა არ გვაქვს პროსტა საახალწლო ღამეს კოკა-კოლაში მეისი გრეი მივიდეთ ფრიც კოლექტივს ჩამოყავს ისე კოკა-კოლას ამინ ოდიში გაგაწყვეტი არა კოკა-კოლას გაგვისწორდა კოკა-კოლა მარა 0 ხო მაშინ ხო ალუბლისაც წავა არის ხო მუსიკა იყო მაშინ ეს გამართიანებელი ძალა და liberation-ის თავარი ეგ გვაერთიანებდა არტი არ გვაერთიანებდა მუსიკა გვაერთიანებდა ხო რომ მუსიკა იყო რაღაცა იმისი რა ქვია ფარტის საბაბი ხო რომ ვიღაც ერთხელ აკეთებს რაღაცა კონცერტს და იქ ყველანი ერთად მიდიხარ ხო მაგ ვიკრიბებოდა და თან არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა რას უკრავს თავარია გიტარა ეჭიროს ხელში ქონდა კაცო მნიშვნელობა მაინც დავდიოდით ერთმანეთის კონცერტებზე. ანუ აი მეტალ კონცერტებზე დავდიოდით მეტალისტები ჩვენ კონცერტზე დავდიოდით. იმის და მიუხედავად რომ არ ევასებოდათ ჩვენი მუსიკა, მაინც ერთი სუბკულტურის ნაწილი ვიყავით. მაგას გულისხმობ. ანუ ხო გიკი არ რაღაცა ექსპერიმენტალური მუსიკის რაღაცა აი ფორმაში, მაგრამ ექსპერიმენტალი არ იყო, როკი ვაფშე ექსპერიმენტი. ანუ აი რაღაცა ეს რაში იცდებოდა და დავდიოდით ყველანი ერთ. მე მუსიკოსი არ ვარ, მაგრამ მე ვაკედან გავიცანი ყველა მუსიკიდან გავიცანი. თუმცა ეს რაღაცა ეს ბომბა ხალხი რო იყო ირაკლი ხო იყო რა რაღაცა გურუსავით და მუსიკასთან არის კავშირში ხო მაგის ენა იყო მუსიკასთან ლაპარაკობდა თქვა და ასე შემდეგ. ანუ ბევრი ძალიან საინტერესო დრო იყო ეგ რა. მარტო აქ არა მეგონი ყველგან, მაგრამ რაღაცა აი ყველგან ძალიან კაი. ესაც 90-იანები მაგ ნაწილში იყო ძალიან ჩვენი ჰიბრიდი ძალიან საინტერესო გამოვიდა რა ალტერნატივა. არჩი რა ხდებოდა მაგ დროს? არჩი ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები ხდებოდა მაგ დროსთან. არტი როგორი იყო იცი მაშინ გეტყვი. იყო ანუ ნუ პროდასალური ძალიან რომელიც არ ვიცი კაი ცუდი მაგრამ იყო პროდასალური ნამდვილად დასავლეთიდან იღებდა. იმას კონცეპტუალური ხელოვნება იყო ახალი გაჩენა
აღდგენილი მაგ დროს ახალგაზრდა არ იყო. ნუ რაღაც ბუმი მაგ დროს ხდებოდა ამ კონცერტულ ხელოვნების. მაგ დროს ხო მამუკა ჯაფარიძე ვიღაცები რაღაცას კი როგორ მამუკა ჯაფარი კოკარამიშვილი რაღაც ბევრი მხატვრები იყვნენ ძალიან რომელიც ძალიან საინტერესო ისა ჯაფარიძეც კი და თან როგორ რაღაცა იყო ანუ პრასუეტი ხო იდეაში რა არაფერი ანუ რა უნდა ქონოდა ხო არაფერი მაგ დროს კეთდებოდა ყველაფერი მარტო იმისთვის რომ გამოხატვის საშუალება ქონოდა ხო ფინანსური ფული ვის ქონდა არავის არ უნდა თვითონაც კონცერტულ ხელოვნებას ქართულს ვინ ანუ როგორი წარმოუდგენელი რაღაცა იცი ბოლოში ყველა დაწყლომაზე ჩარიჩობდა ალბათ მაგრამ თვითონ მაინც ეს შეკრული იყო ეგ ჯგუფი ერთმანეთთან ლაპარაკობდნენ რაღაცა გესმის გაცვლა ქონდათ საინტერესო ეხლა არ არის ეგრე მხატვრები არ არიან ეხლა რაღაცა ეგრე როგორც მაშინ იყო რა ჯგუფი იცი რა მაშინ ერთ ჯგუფად იყვნენ და ეხლა ბევრი პატარა ჯგუფებია მე რასაც ვაკვირდები რა აირია ეხლა ყველაფერი კომერციალი ეხლა როგორ არის თუ გინდა მაგ ბიზნესში ჩავიდე მაგ დროს არ იყო არაფერი ეხლა არის გალერეები რომლებიც მართავენ ყველაფერს და არის ყველაფერი მორგებული ამ გალერეებზე არ არის მართავენ რას გულის ანუ ინსტიტუცია არ აქვს არანაირი მუზეუმი არ არსებობს საქართველოში არანაირი ინსტიტუცია არ არის რომელმაც შეიძლება შეუწყოს აი თუნდაც მაგდროინერი ხელოვნება რომელიც შეიძლება იყოს არაკომერციული ხელი გესმის ასვამბო და გალერეები არის რომლებიც გალერისტები არიან რომლებსაც თავის სოყაყავთ ხატრების რომლებსაც ძირითადად ბიზნესის ფორმა აქვს უკვე ბიზნესის ფორმა რომელიც გაყიდ ბოლოში მაინც დადის ყველგან ეგრე არის არ არის ყველგან ეგრე არის რაღაც გარკვეული რაოდენობით თუმცა ეხა ჭრიან ბევრს მაგრამ არის ფული იმისთვის ეგ ფულთან არის დაკავშირებული რომ ინსტიტუცია არსებობს და პრესტიჟის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი რო არის ქვეყანაში ეგ ნიშნავს რომ ქვეყანა არის უფრო პრესტიჟის ხო მაგრამ ეხა იქ თქვენ თუნდაც პარიზში იმაში ამაში მომა და ის ტოკიო დე პალასები რაღაცები ხო ეგ ადგილები სადაც ყველასთვის არის რა ან და არა ვიღაცა გალერის რომელსაც ყავს 5 მხატვარი ისეთი შედარებით გაყიდვადი და იმ გალერისტები არიან ბიზნესის ხალხი და ბიზნეს ატარებენ ძალიან კაია ეგ როასო ცუდი კი არა მაგრამ სხვა არაფერი რო არ არსებობს ამიტომ არის ცოტა ძალიან აზელილი ეს სახელოვნებო სივრცე გალერეა ლეიბლივით არის აი იცი ლეიბლი რა არის მუსიკაში ფიქრობ ხარ თვალები კი მაგრამ კი ხო ლეიბლი ბიზნესი არ არის ხო ფული უნდა ეგ არის კი ეგ არის ანუ ბაზას უქმნის ხატვარს რომ თავისი საწმენდი თქვას თუმცა რაღაც მომენტში ლეიბლი რო გეუბნება რა გეხვეწები რა ეს ვიღაც ხალის კივილი რო არის 15 წუთი შეგვიძლია ამოშალო იმიტომ რომ არავინ არ იყიდის ესე შეიძლება გითხრას რომ უფრო ანუ გალერისტმა შეიძლება გითხრას რომ აი რა ან ყოველთვის რაღაცაი ფორმაში ისექნა ან რო თქვა აი ეს იყიდება ეს არის ანუ ამ შემთხვევაში კურატორი არის პროდიუსერი იგივე რა რომელიც ანუ გამოფენას რო აკეთებ ისიც რაღაც პონში იღებს მონაწილეობას არჩევაში ნამუშევრების კი მაგრამ ხო და ან კურატორი ან ყოველ ინსტიტუცია რას აკეთებს იცი აი ისეთ ხელოვნებას უქმნის ბაზას რომელიც არ არის კომერციული რა რომელიც შეიძლება სოციალური შეიძლება პოლიტიკური რომელიც აი კომერციული ვერ იქნება პოლიტიკური ძალიან რთულია ხო რომელიც ძალიან დიდი ნაწილია თანამედროვე ხელოვნების ძალიან დიდი ნაწილია ეგ და იდეაში ეგ აკეთებს იმას რომ მე მუვმენტები დაიწყოს და რა ქვია აზრი გავნუვითაროს ვიღაცას ანუ ძალიან დიდი ძალა აქვს მხატვრობას იდეაში ჯერჯერობით შეიძლება არ დაალგებული იმედი მაქვს რომ ინსტიტუცია როგორ უნდა იყოს ვერ ხვდები იცი რა სახელმწიფოს დონეზე არ არის მაგრამ CCA-ს ქონდა თავის დროზე ხო რომ შეიძლება და მაგათ ბაზაზე რაღაცა კი როგორ შეიძლება და დაალაგებული CCS მაგალითად გონია რომ არ ქონდა ისეთი ფინანსური ხალხი რაც უნდა ქონდეს მაგრამ სახელმწიფო ანუ სისტემურად დაალაგებული არ ან თუნდაც private-ზე შეიძლება იყოს ვიღაცა შეიძლება აი ხა რაღაცები კეთდება ირინა პოპიაშვილიც ხო აკეთებდა ესე მაგრამ მაგას რაღაცა ის ირინა არა ირინა ისა დეკანი არის არა რაღაც ანუ ხო თავის სივრცე არ ქონია რომ თქვა ესე კი როგორ კონსტალე მაგის სივრცე ის მას იზახე მოძრავია სხვადასხვა ადგილებში არის იქ რო აქ რა ქვია რუსთაველზე წინ ვიტრინა აღარა ეგ დიდი ხნის წინ ანუ როგორ ანუ კონსტალე ქვია და რაღაც ბევრ სხვადასხვა აკეთებს მაგრამ ირინაც ზამაგრაც აკეთებს აქ უნივერსიტეტი სადაც ასწავლის ბავშვებს რომელიც არ არის აკადემიას სამიბული და ბავშვი სხვაგან ბანაობენ და არის თანამედროვე ახალი მიდგომა ყოველზე და ბევრად უფრო დაალაგებული ესე რომ რაღაცა არ ვიცი როგორ თქვა მართლა ის კონდეთ რა ანალიზის უნარი მაინც რას აკეთებს ზამაგრაც აკეთებს მაგრამ მიგონები სხვა ინსტიტუციას გულს ხო მესმის რას იძახი და ისა კურორტის კომანდა კურორტის კომანდა ეხა ახალი არ არის ეს შედარებით 1-2 წელია კურორტის კომანდაზე ბევრი რაღაცა არ ვიცი რომ მოგეთყვა იმიტომ არ გეტყვი ეხა ვისწავლე არტისტების ის არის ჯგუფი რომელსაც თავის სივრცე აქვს აღებული თავისი იმას სამუშაო სივრცეები თურ და იქ კეთდება ხოლმე ხშირად მარტო მაგათი არა მოწვეული ტიპების ეცი აი ძალიან მაგარია აი ძალიან მაგარია ეგეც რაღაცები რაც უფრო მეტი იქნება მით უფრო თუ თან ამ პოლიტიკური წნეხის გამო გონია რომ ყველა ფიქრობს რომ
აუ ეხლა ამის დრო არ არის ეგრე ზუსტად ეხლა არის მაგის დრო რომ რაღაცნაირ ფორმაში შეგეძლოს რომ თქვა შენი სათქმელი ყველაზე უფრო კაი დროა მაგისთვის აუ ანდერგრაუნდი ეხლა ყვავის წესით ხო ხტები ეხლა ვატყობ რომ რაღაცა ხალისი არ არის რა ეხლა არ არის რაღაც ბიჭო არ არის იმიტომ რომ აი ჩამოჩმარულია ყველა ეხლა ეს 2 წელია სურას ვიძახი ჩვენთან როგორც მუსიკაში ისე არის მაგაც თორე რავი 2-3 წლის წინ მართლა მაგაც იმინაში ფერვერკები გონია რომ აი და მე ხა ცდილობ რომ ეს 2 წელი აფერ გავკეთებ საქართველოში მაგალითად ხო ძალიან ბევრი გამოფენა მქონდა საქართველოში არც ერთი არ მქონია არც ერთი და მე რატო და ეხა ხვდები რომ არ არის განწყობაც არ არის და ხალხიც აღარ მოდის ბიჭო რომ 2 წლის წინ მოშნი მოდის რომ დააპატიჟო მოდის არ არის ეგრე რა ეხა დღეს კი მოვლენ ეხა როგორც თეატრებში მოდიან ისე მოდიან ყველგან თეატრები ხო არის თეატრში ხო რაღაც ცოცხალი ორგანიზმი ხო და ეხა ნაკლებად თქვა აი შარშანს მერე უკვე თეატრსაც გაუჭირდა ძალიან მაყურებელში როცა იყო სულ გადაყიდული ყველა ხო დღეს შარვაში იყო ჩემთან მითხრა რომ აი ისეთი ტაში აღარ არისო ხები აი მე კიდე პირიქით გონია რომ თეატრი ეხა უნდა პაოდეს ესეთ აი ყველაზე ბიჭო ეხა ნელ-ნელა ცოტათი 5 თვის წინ რაც იყო ნელ-ნელა უფრო გამოცოცხლდა მაგრამ ну რაც იყო 2-3 წლის წინ რომ აი სუ ანშლაგები და ბილეთს ვერ იშოვნი აღარ არის ეგრე მოდის ნახევარი დარბაზი ტაში ისეთი ну აი რაღაც აი სიმართლე თუ გინდა თეატრი როგორ მეჩვენება საქართველოში მეჩვენება რომ ყველაზე ცოცხალი ხელოვნების დარგია რაღაც პატჩი იმიტომ რომ მხატვრები ასე არ ძალიან არ ვართ რეაქციული არის რეაქცია მე იწვევს ხელოვნების რაღაცნაირ ფორმაში ამ ბოლო დროს სულ პრობლემებზეა ლაპარაკი და აღარ არის მარტო რაღაცა ხო და გონია რომ რაღაცა აი თეატრს კაკას ყველაზე უფრო მეტად მოუახა რაღაც პერიოდი როცა აფეთქდება, იმიტომ რომ რაღაც თუხთუხებს ცოცხალი არი არ არის. ხო და ეგ ხო არ არის პრობლემა, ანუ ისევ ამბობ რა, პროსტა აი მსჯელობ რა. რომ მარტო პრობლემებზე მიდის საუბარი. არა. არა, უბრალოდ ხალხი. ანუ პირიქით ესკაპიზმი ხო არ უნდა ხალხს რა. ბიჭო, იმ თეატრებში სადაც გასართობი ის არის, რა ქვია, მენიუ, რა ქვია, რეპერტუარია. იქაც არ დადის. ანუ ნუ აი ესე დადის რა. ადრე რო იფსებოდა ეხა ნახევარი დარბაზი. აი ჩვენ გავაკეთოთ შოუ. აუ უტა ჩვენ ლაივ შოუს ვაპირებთ და set design-ი გავიკეთე. მარტივი მითხარ რას გულისხმობთ და ანუ ამის ლაივ შოუს ვაპირებთ თეატრებში. მე დიდი სიამოვნებით რამე ესეც ჩავიცვამდი. 90-იან საწვევით თუ არა? ანუ რა ესთეტიკა რა გინდა? ანუ აი რასაც მიგვაქვს თეატრში რა ლაივს ვაკეთებ. ანუ იგივე ეს ლაპარაკებს ცოტა უფრო ის იქნება სანახაობრივი კი არა და უფრო სმენადი, იმიტომ რომ ლაივის რეჟიმიც იქნება ის იქნება და მე დიდი სიამოვნებით რამე ესეთ მელაკუდასაც ჩავიცვამდი დიდი სიამოვნებით. ან რამე ახალ წელს ჩავიცვავდი. დავაი დაგიხატავთ ნაძვის ხე კაბას. კეთო შევაკერინო და გეცოთ თუ გინდა. დავაი. რა ქვია მაგას? drag queen. არა, drag queen. აი კალაბურთი ჯგუფს ვიღაცები დათუნია მესკა. ხო რა ქვია? მასკოტები. ოკეი. მასკოტი ყავდეთ რა. არ აკეთე ეს ამ გოგა არის ჩვენი მასკოტი. სამოწოლ გოგას კოსტიუმი შევკერა. წინა ჰალოვინზე ჩემი შვილი მეუბნება რომ შენო ვინ უნდა იყო ჰალოვინზე დაღლილი ბებერი კაციო. წამოწოლილი ვიყავი რა დაღლილი. აუ დღეს ვიღაცა კაცი გეძინება. დღეს ისე მე გავაღვიძე ბიჭო შემთხვევით დილის 8-ის ნახევარში. ბიჭო ბავშვი ეთამაშებოდი და დამერეკა ამასთან და გავაღვიძე კაცს. და ვეღარ დაიცინა. დღეს ქუჩაში მოდიოდი და ვიღაც კაცი მოვიდა ასაკში და მითხრა რომ აუ მეგობარო გეხოწები სიგარეტი მიყიდო ჩვენ ერთი ხნის კაცები ვართ. დამხელა კაცი. ანუ არა ალბათ არ იყო დიდი პროსტა ცხოვრებისგან აი კარი ძალიან ცუდ სანახავ თბილისში რო დადიხარ ნახულობ გაჭირვება ხალხში სულ ბევრი დაწამები გაჭირვებული ხალხს ხედავ სულ მუდმივად რომ ეს ძალიან ცუდი ცხოვრება გამოვლინი და არ უჩანს პირობ ბიჭო თან ვერც ბრაზდები ხოლმე აი იმ რაღაც გათხოვილი ცნობიერების ადამიანებზე რომლებიც სუპერლევებს და პრობლემებს გვიქმნიან ვერ ბრაზდები ხოლმე რო ვიცი წინაპირობები რა ქვია ჩვენი ბრაზდები არ უნდა გაბრძანო ჩვენი ბრაზდები როგორც ტრამპი აიჭეს ისე ჩვენი ბრალეს რაღაცა ელიტისტური ჩვენი ბრალიც არა ჩვენი ნაწილი ანუ ეგრე არა ის ხალხი ვარ ჩვენ ნახე იმ ხალხს ეშინია ჩვენ არ არსებობს აი რომ ის ხალხს რო ვიზახე უკვე არის ზუსტად ისინი არ არსებობენ ვიცი რა არსებობს ნახე მე მაგათაც ფიქრობ რომ
ვიღაცას მეშინია, იმას ეშინია ჩემი და ავაპარაკობთ ერთმანეთში და მე ეს ფართოდ ყველა პრობლემა დედამოტყული იქნება კომუნიკაციის ნაკლებობა არის ყველა პრობლემა. ბიჭო, მიუღებლობის პრობლემა არის და ეგ არის ხო თავი და თავი რომ ისო ესეთია. იმის შინაარს შენც არ გაქვს მიუღებლობა. კი, მაგას ვიძახი რა. აი, ტიპი რომ რაღაცას ცუც აკეთებს შენთვის მიუღებელს რა. შენ არ შედიხარ ის რატო გახდა ესეთი რომ დღეს ამას აკეთებს და პირდაპირ იძულებ და ამის დედაშევეცის იძახი და ამ დროს რავი შენც ეგეთივე იყავი გუშინ წინ შენც ესევე იქცეოდი არა ანუ რაღაც ისეთ რაღაცებს რაც სხვას აღიზიანებდა და შენ ხო გაიზარდე და იმას არ აქვს იმ ხელა შესაძლებლობა და რაღაცა რომ მალე ეს არასწორი შეხედულებაა რომ მე გავიზარდე და ის არ გაიზარდა სხვა და სხვაგან ვართ არ არის ის რომ ჩვენს გავასწარი შენ რო ხელშეწყობა ქონდა იმისი რომ სამეგობრო ყავს უკეთესი ან სწავლა მოგიწია ან რაღაცეების ნახვა მოგიწია იმას არ ქონა ეგ პირობები იმას ხო მაგრამ ისე უკეთეს ამბობ მაინც არ არის უკეთესი უარესი არ არსებობს რა განვითარება და არა შენ რატო გონია რომ ჩვენ უფრო მაღალ დონეზე ვართ განვითარების აუ ეხა კაი მაგ არ შევიდე ანუ იცი რა ზოპარაკობს და რაც მე ციდიაში ხვდები პრივილეგია რომელსაც პრივილეგიები ვიღაცას მეტი აქვს ნაკლები აქვს შეჭმა ეგ პრივილეგიები მაგას აკეთებს ვიღაცას აქვს კარგად ისწავლოს ვიღაცას ნაკლებად ისწავლოს ვიღაცას ოჯახში პრობლემები არის რომ მე ჩამორჩენილი ვარ პირიქით კი ეგეთიც არის ანუ ხო და იმ იდეაში მე რო ოფოფებს რო უყურებ ხოლმე ვიცი რომ ჩემი მეზობლებს გონია რომ ვაფრენდ მე კი რამდენად იმის განმოსახედიდან მაგრამ მე ჩემთან შეხედა პრობლემებს რომ მთელი ცხოვრება მაგას ჭრიდი ჩემი ცხოვრებიდან და ჩემ ბაბში მინდოდა მარტო ბაბლი კი და ამ დროს ეს სუხდებოდა შეჩემ ირღვევა რომ ვიღაცა როჟას რომ მოუკერავ რაღაც ვარიანტში ხო თუნდაც ხო და შენ რო ესე გაწიე ის მოსუქდა გაბოროტებული შეჩემ ხო იმა რო გამწე მე მოსუქდი ანუ რაღაცა ხო და მაგის გამო ხდება ყველაფერი მე ეს ყველაფერი გამოყენებული არის სხვა ძალიან მარტივად divide and conquer გაყავი და იბარავდა ხო და მე რაღაცა გამოგონებული ჰაერიდან გამოწოვილი პრობლემების გამო აღარ ველაპარაკებთ არავინ ერთმანეთს ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა აი მაგაზე მინდა რომ გავაკეთო ერთ-ერთი ნამუშევარი აი ზუსტად ეხა იმ უნდა მეკითხა რა ერთმანეთს ტიტები არა საუბარი რა თუ აი თქვენ გაქვს ეგეთ პლატფორმა შეგიძლია ვიღაც ისეთ ადამიანს ესაუბროს რომელსაც არ დაელაპარაკებოდი არა ხო და მოდი მოვიწვიოთ ისეთ ხალხი ვისთანაც არ ვართ ერთ აზრზე ხო, მაგას გეუბნები. საინტერესოა. პერიოდულად ვაკეთებთ მაგას, ოღონდ ეგრე აზრზე არ ვართ, არა, მაგრამ სხვადასხვა მოედნებზე რო ვართ გემოვნებით, ეგეც მაგას გულისხმობს. გემოვნება სხვა, ხო, მაგრამ აი რაღაცა უნდა დავიწყოთ. ეხა არ მათქვევინოთ ვიღაცეები, ეხა ჩემთვის სხვაგან არის, მაგრამ ველაპარაკები. ბიჭო, ბახა შენ ბავშვებს მეგობრებს. ჩვენ თანამედროვეები იყვნენ იმ რეალობაში, ოღონდ ხო და მე არ გაინტერესებს მაგათი აზრი. ანუ ვაფშე ნიძახი რომ საერთოდ აი მინა ტაშფანდურა და დოლფანდურა მუსიკაზე არ არის ბაზა აუცილებელი რა რაღაცა ცოტა განსხვავებული არავინ არ ხვდება ო ბაზაზე მე დავხოცავთ თქვენს ბოშ მაგით დამთავრდება თუ ვერ ხო არა იქნებ აი ნახე იქნებ არ ვილაპარაკოთ ისეთ საკითხებზე თუნდაც რო არ ვილაპარაკოთ ისეთ საკითხებზე რაშიც არ ვემთხვევით ვილაპარაკოთ იმაზე რაშიც ვემთხვევით და მანდ უკვე რაღაცა კონექშენი გაიჩითება და იქ უფრო გაუგებთ მე ერთმანეთს რა ვიცი სიყვარულზე ველაპარაკოთ რა და როგორ უყარს თბილისი რა ვიცი კაცი აი კაცმა არის რაღაც ისეთები მომნახოთ რაც გვიყვარს ერთნაირად და მე ისიც დაფიქრდება შენ პოზიციაზე და შენ დაფიქრები იმის პოზიციაზე 100% ეგრე არის კი მართლა ეგრე მაგიტო გვაქვს პრობლემა მაგიტო ხოცავთ ერთ ნახე როგორ არ უნდა ბიჭო არ მინდაზე არ არის ჩვენ რესურსზე იმას კი არ ვაკნინებ მარტო ჩვენ რესურსებს ვფიქრობ რამდენად გვაქვს იმის რესურსი რომ მოდი არ ვილაპარაკოთ იმაზე რაშიც არ ვეთანხმებით არა ხო ეგ არ ნიშნავს იმას რომ გავეკეცით ეგ არის კომუნიკაციის დასაწყისი რომ მოდი ჯერ რაბა ერთად რა გვიყვარს შევთანხმდეთ აქედან უფრო მარტივი იქნება მე იმ რესურსზე ლაპარაკი მუსიკის გარდა თუ რაღაცას შევეხებით თქვა რაღაცა ხელოვნების გარდა თუ რამე თემებს შევეხებით ის რესურსი ჩვენში რამდენად არის რომ იმ თემებში ის ჩვენი თავი მოვსინჯოთ ეგ შეიძლება ბიჭო როგორ რაღაცა არის ნახე იდეაში თუნდაც აი ამ გოგოზრობას რო არ ვიცი ვიცი ვინც არის მაგრამ აი თქვათ რომ დაელაპარაკო რა იქნება ეს რაღაცა იქნება ეს რა იქნება ძალიან საყვარელი მაგალითად ჭიქას როგორ დგამს აი ადამიანურ ნაწილს ყველაში პოულობ რაც არ რომ წამს იქონდეს რაც არ უნდა ისქნას ეს გამორიცხულია რომ მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ფორმატში ხო სხვაგან მიდივართ ფორმატიდან სხვაგან გავდივართ ხო ეგეთ ამ თემებიდან თუ არ ხონია ცოცხლად ეხა ბევრჯერ უთქვამ ჩემთვის ვიღაცებს რომ გამიცნია პირადად აუ ტელევიზორიდან რო გიყურებდი მაგრა არ მევასებოდიო აი ბევრჯერ უთქვამ და ესე ვაი რა ადამიანი ყოფილიყო უშუალო რაღაცა რა და მე უკვე სხვანაირად შემოხედა რა ის არ მიცნობს ვიყუროთ რაღაც სადღაც ჩვენ შევძლებთ გავაკეთოთ ეხა ისე გეოვნები რახან ნელ-ნელა პარალელურ რეჟიმში მუსიკის გარდა ანუ სხვა სფეროების ადამიანებიც ოღონდ მაინც ვცდილობთ რომ ალტერნატიული ხედვით იყვნენ მაგრამ ისეთებთანაც გავალს ვისაც არ ქონდა ალტერნატიული ხედვა და იყო ხელოვნებაში თქვა მაგადად
ვილაპარაკოთ, რამდენადაც დაждდება და ჩვენ გავქაჩავთ ჩვენ მარტო ჩვენზე ვიძახთ რომ ჩვენც მაგით გავიზდებით. შეიძლება ერთხელ ჩავისვაროთ, მეორე ჩავისვაროთ და მესამედ რაღაცას ვისწავლოთ. მართლა მან შეიძლება როგორც ეს სტრუქტურა რო კონტესტ თქვა რაღაც თემებზე არ ლაპარაკობ თავიდან, მაინც ყოველ შემთხვევაში რომ შენ რო ის აღიქვა როგორც ადამიანი, რომელიც როგორც შენ ისე იღვიძებს, სექსია, ჭამს და კვდება, ისე აღიქვამს ისის. ეგ ყველაფერს აერთიანებს ბოლოში, არა ერთ-ერთი ხორცის გამართ გაკეთებულები ხო? ეს ვისასწავლობ და ანუ მაგას მე სამშვები, ანუ არავინ არ ვაკეთებს მაგას, არავინ არც ზუსტად. და მე ეს გეფ რა ქვია ეს ჯურმუ იზდება და ბოლოში დავრჩებით რა სამოქალაქო მე ძალიან მომწონს ეხა აი რასაც ვლაპარაკობთ, ეგ იდეა ძალიან მომწონს, წამომახალისა ეხა სიმართლე რო გითხრა რა. მისმინე, ხო, ძალიან კაი მართლა. მეც მევასებ ამაზე ლაპარაკი. ხო, მთავარია რომ აი ამას არავინ არ კარგი ვიპოვოთ რა კი არ ჩავეძიოთ ყლეობაში რა. კარგი ვიპოვოთ. თუ თან როიც არავინ არის ამ მაგას, ყველა არავის არ აწყობს ეგ რო ეს თქვა ორი, აი თუნდაც ვიღაცა რაღაც რამშობა ვიღაცასთან, ვის არ არის შენ იმაში, არ ზის შენ მსოფლობაში, არავინ არის ამ იმას რომ იმას დაელაპარაკო. არასდროს სულ ყველა იზრებს რომ არ დაელაპარაკო. და იდეაში ეგ არის ყველაზე დიდი აქტი პოლიტიკურად შეიძლება გააკეთო, რომ მეგობარი გაიჩინო ისეთ ადგილას, რომელშიც არც გაეკარებოდი ადამიანთან, რომ აღიქვას როგორც ცოცხალი. ხო და ეგ სკროლიც მაგან გააძრო რეალურად. რო აი ისე უყურებ რა მაგათ რა და ნუ გაზარდა და მე იმადგა შენ მიმართ ზიზღი და მე და შენ ხო გვაქვს ერთმანეთის რაღაცები რაც არ გვევასება იმაზე ხო არ ვამახვილებთ ყურადღებას იმიტომ რომ ისე გვიყვარს ერთმანეთი რომ რატო უნდა გავაფუჭო ეხა რაღაცეებით რაც მეში არ მომწონს საერთოდ ჩაძინებული მაქვს ეგ რა კი просто ხო ნუ ზარმაცები ვარ და ხო ჩვენშიც არის ეგ პრობლემა რომ ჩვენ არ დაუთვეთ მაგ ადამიანებს შესაბამისად დრო პრობლემა ჩვენში არის პრობლემა ხო რომ არ დაუთვეთ და გააბდნენ და ჩვენ ეხლა მაგათვის ვაფშე ადამიანებად ვერ აღვქვამ ისეთი და ჩვენც ვერ აღვიქვავთ vice versa იგივე ხდება ორივე მხარეს ხო და მე ჩვენ გვიკვირს ჩვენ ხო რაღაცა ეგ ნათქვამია კიდე რა აქ დაჟე გადაცემაში თუ არ ვწდები რა სადაც მოვდიოდი სანაპიროსზე და კედელზე ეწერა ისინი. აი უცებ გამინათდა თავში რომ რა ხდება ჩემი კარგი რა ისინი ეგ სიტყვაში რატო არსებობს? ხო რა ანუ რაღაცა გარეგნული რაღაცები არის რაც просто игноренс ეგ არის იმასაც მაგიტო ეშინია შენ როგორც ეგიშინია იმისი აი ვაფშე ეგ მაგას და მე გაყოფილი ხარ არავის არ აწყობს რომ ეგ ხაზები გაივლო არავის ყოველთვის ყველა ამჯობინებს რომ ეგ იყოს დაყოფილად რომ მარტივი იყოს მართლა აუ ისე აი ეგ რომ ისინი ჩვენ ვიყავით თავის დროზე შეჩი ხო ისინი ვიყავით კი აი 90-იანებში ისინი ვიყავით ხარ ხო რო და ეხლა უბრალოდ ბევრი ყავს უკვე რა ეს თანამოაზრე თორე ადრე იმინა 300 კაცი იყო ისინი ხო ანგელის და არ ვიცი, ძალიან ჭკვიანი, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა აუცილებელია რომ თქვენ აიყო, თქვენთვე ბევრი სხვა ხალხი უნდა შევუდეს მაგას ვიდრე შენ იდეაში რა ბევრად მეტი ხალხი რომელიც სოციალურ რაღაცებში ჩართული რომელიც იდეაში თავისთავად ამაზონზე იყოს პოლიტიკოსები თუ ეს აშვებია. უკვე ჩვენ ვართ ეგ ტიპები ხა პოდკასტი რო გვაქვს უკვე პასუხისმგებლობა. მაშინ როცა სხვები არ აიღებ, ანუ შესაბამისი კომპეტენციის ადამიანები არ იღებენ თავის თავზე მაგას, მაგვალდებულებას, გიწევს მე შენ მაგასთან ეს გარანიძოთ მაგამედუ აი ზუსტად იდეაში კიდე ესეთ ფორმატში ესეთი ხაზების გავლება მამჩერ ბევრთ რომ ნარტივი იყოს ვიდრე პოლიტიკურსებმა რო ქრან გესმე რომ რაღაც პონჩი აი ეს რაღაცა ის აჯენდა ხო არა გაქვს არა პროტო ცდილობ რომ ადამიანს რაღაც არ მოკლავს ვიღაცამ და შენ არ მოკლავ ვიღაც ეგ არის მეტი ეს ხო არაფერი აუ იცი ვისთან მინდა გავავლო ხაზი ვიპოვო კონტაქტი ბიჭო ცადეთ გასვლა გიას ურამელაშვილზე და ჩვენმა მეგობარმა მიწერა და შენ ვიდეოში ხო იყო? მოჩეკ. ჩემში არა, სტოპას ვიდეოში. შენ რა არის გაკეთებული? ჩემი გაკეთებულია, მაგრამ მე არ მქონია კონტაქტი. მეგობარმა გავიდა და მიწერა და აუ რაღაცა არ ვარო კარგად და არის ცნობ. არა, ნუ ხატიბმა თქვა რომ დეპრესია მაქვს და გასაგები არის მაგის დეპრესიის. ანუ მისაღებია რომ დეპრესია. აუ ვინმე თუ იცნობთ, მიწერეთ რა მოვიდეს რა. და თხოვეთ რომ დეპრესიიდან მალე გამოვიდეთ. ჩვენ გამოვიყვანთ დეპრესიიდან, ვისკი გვაქვს და ანტიდეპრესანტი ბახა. არც მაგ რაღაცა მნიშვნელოვანი ფაქტი არის, ეგ ყველგან სოფლიოში მარტო აქ არა. მე მაგალითად რაღაცა სუფრების პერფორმანსებს გაკეთებას ვაპირებ, სადაც იქნება აი ეს სუფრა, სადაც ვაფშე სხვადასხვა ხალხი ერთად დაждდება რაღაცნაირად და ილაპარაკებს რა. აბა ისე მაინტერესებს თემატიკები რა ქონდა აქამდე შენ გამოფენებში. სულ ყველაფერია იდენტობასთან დაკავშირებული ყოველთვის. ვაფშე სიყობე რასაც ჩიჩქი. გეტყვი ჩემი გამოფენები რა არის? პატარა რო ვიყავი ბავშვი მე. ეხა მიხვდი მაგას აი 50 წლის ასაკში მაგრამ პატარა
ბავშვი ვიყავი, ნივთები ხო მქონდა რაღაცა სათამაშოები, ბალიშები რა, ტანსაცმელი. მაგით ვაკეთებდი ბუდეებს რა, ასე კეივებს, გამოკობლებს ვაკეთებდი და მე ვიჯექი შიგნით რა და აი წარმოუდგენ რომ გარეთ თხოვს და მე ძალიან კომფორტულად ვარ შიგნით და მეძინებოდა. ბავშვობაში წვერი ქონდა? უბრალოდ წარმოვიდგინე პატარა უտაწვერი პატარა დათუჩა. ეს რომ ზივარ ჩუმად იმაში. პატარა დევი, პატარა. აი ეს პატარა ხო, პატარა ეგ მაგას ვაკეთებ ფეხაც რაღაც ამ სივრცეებს ვაკეთებ, სადაც მე თვითონ კომფორტულად ვსვამ თავს და სხვაებიც რომ შემოდიან კომფორტულად არ ვიცი როგორ რაც ცოტა magic სამყაროს ვაკეთებ. დაცულგარემოს იკეთებ. დაცულგარემოს ვიკეთებ, რომელიც დაკავშირებული ჩემ ექსპერიენსთან, ჩემ იდენტობასთან, საშვილოში ვარ, კი ბატონო, რაც გინეს და რაღაცა სივრცე, რომელმაც ჩემ დაღი დამასვა იდეაში, ეს დაცული სივრცე, რომელსაც მაგ დაღი და რომელიც ძალიან რთულია რომ გაუშვა ჩემი თავიდან და ალბათ გასხილოსებული რომ გავხდე ეგ უნდა გაუშვა, მაგრამ არ გამომდის ეგ ამბავი და აი ეგ არის ბაზა ჩემი ხელოვნების ასე ვაკეთებ. ეხლაც ზოგადად მაგას რომ აი ვცდილობ რომ ეს ღვიმეები შენ გიულია ისე ფსიქოლოგთან? ჯო არა. ხო და ჩვენ ბიჭო აი ყველაზე ცუდ წეღარას იცახდი ეგ არის რომ ჩვენ არ გაგვიანალიზებია ჩვენი აი ეს ყველაფერზე მივიღე. გავიგე შენ ახლა იარე იმიტომ რომ დამოკიდებულების გამო შემოგიწია თორე ზოგადად ხო არ მიხვიდოდი ესე ამ შენი ბავშვობის ტრაუმებს მადლიერი ვარ ჩემი დამოკიდებულების რომ ჩავახედინა და უმეტესობას ჩვენ თაობას ახლა პატარები დიდი ნაწილი დადის საკმაოდ ნუ დიდი რა საკმაოდ რაღაც რაოდენობა ადამიანს ხო და ჩვენ არ გვაქვს გაანალიზებული რაზე ვდგევართ ანუ რა ტკივილებზე და რა იზდეთზე ვაფშე ჯოჯოხეთზე მე რო არ მოგატყვა ეს კაკას ჩემი ხელოვნება მაგის რაღაც ახლა ძალიან ჯიგჯიგებ რაღაც მაგრამ მაძლევს იმის საშუალებას რომ რაღაცები გამოუშვა სულ ტიტველავი დგეთ ხალხის წინ მაძლევს მაგის საშუალებას რა სულ რაღაცა უნდა გადავლახო იმისთვის რომ რაც მეშინია ყველაზე უფრო მეტად რომ თუნდაც გზობიარე იყოს რაც ვაკეთებ ის მაგას ვუკეთებ ჩემთვის ყოველ ჯერზე როცა რაღაცას მოდელად რატო არ მეყენებ ისე რა მოდელად ბიჭო? მოდელად. რა მოდელს რა მოდელს გამოგირი? რაღაცა იმაზე. პერფორმენსი არ გამოგანები ხო რა? მართლა ტიტვალი კაცი არ გჭირდება? შეზე ჭორები და ტიტვალა თამაშო სპექტაკლებშია მართლა. საუკეთესო ტიტვალი კაცი. დედა შენი იყო მაგ სპექტაკლზე? არა. ხო რა ვიცი ხო და პისა რა ქვია პერფორმენსებს როგორ პარმჯერა რომ არ არსებობს რომ არ ყოფილიყავი ჩემში გამორიცხულია. არა მე არ ყოფილა. რა სიძახე. ეგრე მოხდა. ხო და ეგ უცნაური. To be fixed. ეგ უცნაური. მე თბილისს არ გამიკეთებია ბახალ არაფერი, ძალიან დიდი ხანია. სულ მithumetes პერფორმენსები ვაფშე არ გამიკეთებია. 1-2 წელია დავგრივარ გიჟივით სადღაც სულ ევროპებში და ჩემი თავი შემოგეულოს. დავიდეთ ევროპებში? ყველგან წავედი. აუ რო ჩამოვედი ევროპებზე გამახსენ და ისე გადამკუწეს, ისე გამჭხრიკეს, მთელი ჩემოდანი ამოიღეს და აი არ ვიცი რა ვიცი რატო. აი პროსტა იმინა, აი გადამჭხრიკეს. ეს რენდომ ვიღაცებ ჭხრიკავ ხოლმე. ნუ რა ვიყავი ის რენდომ. ნუ აი ესე ალბათ რენდომ შვებიან. არ მგონი მასიურად ბერდროს ჭხრიკეს ქუთაისში ძალიან ცუდად, მაგრამ არაფერი ხო. ბერლინდა რო ბერლინ რაც ეგეთ რა მეყრა ბერლინი ბიჭო. ხო იმას გადაღამეთ გამოვდივარ ტელევიზორში იმას ვამბობ რომ ხო და შეიძლება რაღაცა მაინც ვერ გაიგებ რა კუდია ან რა არის ან რენდომი არა პროსტა რენდომ შევიან ხოლმე ბერლინზე მე მგონი უფრო მეტად კლაბერის ვიძე ვიყავი ვითომ დავიჯერე არა მარტო კლაბერი კი არა აი ბერლინის რეიზზე რამოდენიმე ადამიანს ეთყობა და რატო წავიდა და რა გაჭრიკავდი ხა გასაჭრეკი იყო ხოიცი ის გასაპატიურებელი ტექნიკალია აი ეგრე ხო ვისმინე და ის რა ისინი არ გაშმოდნენ და თუ რა ისინი არ გაშმოვნენ მარტო მე გამშმონეს მაგრე ისი და ყველა დრო და რენდომ შებიან ხოლმე რა აუ არ და კუჭის წამალი მქონდა რაღაცა იქ ვიყიდე რა იქ რესტორნიდან რესტორანში დავდიოდი მინა კარში და კუჭის წამალი დაჭირდა და აუ ეს რა არისო რა კუჭის წამალია რა არის რა აუ ბერლინი არის ჩემი ბავშვობის ქალაქი აი პატარა აი როგორ თქვა სულ ბავშვობიდან მოცნებობდი სულ ბერლინზე და რაღაც აი ალტერნო ქალაქია რა ასე და მეწერები ეხაც რო ჩავდივარ ბოლომდე ყველაზე უფრო მიყვარს რა კი მეც და ნიუ-იორკში ცხოვრობდი მაინც როგორ ისე ჩემი პირველი გასვლა ბერლინში ხო მე და ხო ჩემი იყო ნიუ-იორკში პირველი აუ რა ვქენით ჩვენი მინა მართლა კატასტროფა ეგ როგორ არ მოიყოლა არ და რა მოსაყოლი ნახევარი მინა მართლა სიგიჟე ვინც იყო ჩარეული ეგეც წარმოვიდგინე აი მე ყველა ჩვენსაც იცი ყველა ჩვენ მეგობარი იყო ჩარეული ყველასთან ვიცხოვრო მე პირადად მივარცა კაი ქალაქია ცა აი მინა ის გავაკეთეთ რაც არის ყოლემო მე რაღაც მომენტში ვაპირებ რომ სტუდია გადავიტანე ცოტა ხნით აუ სტუდიას ვეძებთ ხალხნო და ვინმეს არ გაქვთ კი არა და რავი რა
ისე ხო რაღაცა აი დაახლოებით იგივე რომ მოვაწყოთ თბილისში გვინდა მოვაწყოთ. ჯერ სტუდიები ბევრი აქვს, მაგრამ ლევან მიდიაშვილმა იქ რა ძალიან მაგარი სტუდიაა ხო? ხო. ანუ ეგ გაჩიჩქნა და არის მილიონერი. არა ხო მოძიე. მე ისა მეგობარი მოვიძიე, ვინც მითხრა დაგეხმარებითო მუშაობს ეგეც აგენტოში სადაც ძალიან კარგი. აგენტოები. მაგრამ ვინმეს თუ რამე კაი სივრცე გამოგიხდათ, გაითვალისწინეთ. აუ ბერლინზე გამახსოვდა დაჟე დაუბრმავდი ერთხელ ბერლინში. ერთად ვიყავით მე მგონი ხო მაგ წასულზე. შენ მაშინ რავი ყველაფერი დღე ლოგინში ვიწექი და თამუნა მაჭმევდა კამერა. 3 დღე დაბრუნდი. ხო ისი ეხლა წავიკითხე blindness, ეხლა წავიკითხე გუში მორჩი. ავიკითხე მოусმინე blindness იცით? არა ფილმია რა კიდე ციგნია რა ვისი რა არის? პორტუგალიელი წერალია ერთი სახე არ მახსოვს მე რო ბრმავდება სულ ყველა თეთრ რო ხედავენ მარტო ეს ფილმიც არის ხო ფილმიც არის კი სულ ყველა ბრმავდება вообще ერთი ხალი ხედავს მარტო და რაღაცა bird box ქვია თუ რაღაცა არა blindness კი სიბრმავე ქვია არა ფილმს ქვია ფილმსაც blindness ბლა ფილმსაც ქვია ის სერიალი სხვა რაღაცა სიქვია თუნდაც ეგეთი bird-ზე გამახსენდა ეგ სხვა რაღაცა იმ დღეს უყურეთ Netflix-ზე გაიჩითა bird cage ნანახი მაქვს გასნიერ ნანახი გაქვს მაგრამ მივხვდი რომ ფილმზე არ მიცინია ძალიან ბევრი წელი და ეგეთი ფილმები სანდრა ბულოკი არ თამაშობს სანდრა ბულოკი არ თამაშობს სანდრა ბულოკი არა ბერტ რობინ უილიამსი თამაშობს გეი კაპლ რო არის მაგარი ფილმი აი არ ვიცი ბოლოს როდის ვნახე იცი რომელი კლუბი რო აქვს რა მაიამიში რო ესეთი აი იმენა ბებრული რაღაცა უნდა თქვა რომ ანუ ეხლა აღარ იღებენ ეგეთ ფილმებს, აი მართლა აღარ იღებენ ეგეთ კომედიები, აღარ არის ნაღდა, თორე ეხა ისე ეთილი აი კომედია არის მართლა აი ლავ გიჟდები, მაგრამ 90 წელს და ფერადი და კოსტიუმი და მომენა ფინდა რომ ფერადი იყოს. და შეიძლება ეხლა რომ ანუ მაგაში რა ხდება არის ეს გეიწყვილი, რომელსაც შვილი ყავს და შევსოთ სოლი მოყავს და იმის მამა არის კონსერვატორი ჩაჭერა მემარჯვენედ და აი ეგ დროულიც არის. და ბოლოს დრაგუიძე გამოიყვანენ. ბოლოს რო ლაპარაკა სასაცილო კინო არის კი. იმ TV shows რა ქვია? კეთილის ლურიბუსი? აი ფერას ყველაზე მაგარი შოუ არის ჩემთვის. ძა. მე ჯერ არ დამიწყია. ძალიან საყვარელი აი ვერ წარმოიდგენ ეს აპოკალიფტური კინოები ხო მილიონი ეს რაღაცა cute აპოკალიფტური. просто აი ეს კვირიდან კვირამდე ლოდინი. ხო და ამიტომ დააგროვე და მე უყურეთ. ანუ აღარ შეავიჩა. მე პესეროვი მე მიტრო ხდება ხოლმე ეს დიდი პაუზების მაგრამ მე ჩემნი მოგროვდნენ რა. ის როგორ გამოდგა ის სიგიჟე არაფერი კაი ის Better Call Saul ორი სეზონი მქონე ნანახი და 6-ია. ანუ ვაფშე არ იცის რა არის Better Call Saul ვინ ხართ თქვენ რა ხალხი არც გამიგია არასდროს ანუ რაღაცა ან არ გესმის რას გეუბნები იმიტომ რომ შანსი არ არის სიტყვასიტყვი თქვი წესერად Better არა ხო გაუმარცვლეთ წელა რომ Soul-ზე არის იმის Breaking Bad-ის Soul მე ვარ sci-fi-ის ბიჭი რა ყველა რა თუ არ არის sci-fi მე ძალიან მიყვარს ჩემი საყვარელი ჟანრი sci-fi ეს აპოკალიფსებიც რაღაცა აი sci-fi-ის რა მოგეწონა ბოლოს sci-fi აი ეს რაღაც ვთქვით ეგ ლურიბუსი მაგრამ მილი ბევრი რაღაცებს ისა გეტყვი ეს მუთვიმი რო Scavengers Realm Scavengers Realm ესე ქვია მუთვიმია სასწაული მუთვიმი არის სასწაული მუთვი არ ვერც ბიბლია სასწაული მუთვიმია მაგ რეჟისორის გადაღებია სპეციფიურად ხატავს რა აი მე გეგონება ჩემთვის და ჩემთვის გაკეთებული არის არ ვიცი მუთვიმია ასევე რომელსაც ქვია Common Side Effects ნემცარი სოკოზე მე არჩენს ყველაფერს აი მაგას უყურეთ common side effects რაღაცა რამდენი მაქვს ჩანიშნული და ის ნანახი გაქვს არ არის ახალი მაგრამ რატომღაც აი ძალიან ჩამრჩა და Fifth Element ვისია Luc Besson ფილმი არის Valerian and რაღაცა 1000 planets თუ რაღაცა გზელი სახელია მაგრამ Valer ძალიან ცუდი რეიტინგი აქვს ფილმია ეს ყველია ძალიან ცუდი რეიტინგი აქვს მაგრამ ჩემთვის არის აი ძალიან მაგარი Luc Besson-ის Valerian ჩაწერე და ჩემი Luc Besson-ის ის არის გახსოვს ბიჭო Luc Besson-ია თუ Luc Besson ნუ მე მგონი ნუწერია ფრანგულად რაღაცა ბოლო 700 ხო არის კითხება ფრანგები აბობე ყოველ ეს და რა ვიცი მაგრამ Luc Besson-ი არის ჩვენთვის ფრანგები გახდები მე შეგიძლია Luc Besson-ი ძალიან კაია ის არ მახსოვს ინგლისურად როგორ არის გალობა ბეზნა ქვია ის ჟანრი დრამატული კინოა ძალიან კაი არის მაიც ეს ჯეიმს კამერონის არა ამას Luc Besson-ის კინო ძველი აი ეს მეზღვაურის ყვინთავზეა რა ის თამაშობს მაგის თავარი ვინც არის ლეონ შვინ თამაშობს ტიპი
ლეონი ხო რავი. ჰა? ჟან რენოა იქაც ტვინთავი უკარგესი ფილმი. ჟან რენო არ არის. ანუ მაგის თავი ფილმია. გამორიცხული რომ არაბი ხო არის ეს. არ ვიცი. ბებია. ჟან რენო. ყავდა არაბი. მაროკო და ყავდა ბებია. ავი არ მოვიწვიო. ალჟირდა. ჟან რენო. ჟან რენო. რენო პეჟო. პეჟო მიცუბიში მოვიწვიო. კი, შენ რას უყურებ sci-fi-ის ბოს? ბიჭო, ჩემი საყვარელი ჟანრი არის sci-fi, ეს რაღაცა ზომბები, ვამპირები, რაღაცეები, კაი ბასტერებიც ძალიან მიყვარს. ბასტერები რა არის? ისეთი რაღაცა მარტო ტარკოვსკი შუტერი ფილმები. და მე მოწონს არეული რო ერთმანეთში sci-fi და ტარკოვსკი. ეგ არის ყველაზე მაგარი. ბიჭო, ყველაფერს უყურებ მოკლედ რა, მაგრამ ძირითადად ხო გართობა გვინდა ხოლმე რაღაცა ცოტა ისეთი ნახვა, რაც აი ცოტა მომავალს ეხება. Birdcage კიდე ერთხელ უყურე რა. დედას პიცა არა. რას უყურე და? Birdcage. ეგ არის 2000-იანი. მე მომწონს აი world building-ის სოფლიო შენება რაც იცაკ ეგ მაგიო კონცეფტი რაღაც საყარებს რო ქვია როგორც მე. ხო და ვალერი არის როგორ იცი? აი შენ უნდა ყოფილიყავი მაგის ხატვარი. მე რო ჩავიძები აუცილებლად. აი რაღაც კრიჩერები და რაღაცა მგონია მე აბსოლუტურად მე ვაფშე ვერ მივხვდი ლაბარაკი რატომღაც. სიმპათიური გოგობიჭი თამაშობენ. ის ნახატავს მილა კუნცი არ თამაშობს ნაღლაც, ხო? არ ვიცი ვინ არის მილა კუნცი. უკრაინელი გოგოა ცნობილი ძალიან. აი ხა გეტყვის ზუსტ სახელს და გეტყვი ვინ თამაშობს. ოდის არის, მე მგონი დამლაგებელი, რომ ეს გახდება დედოფალი თუ რაღაცა. არა, მსგავსი არაფერი. აი საერთოდ ვერ უხსენებ რაზე ლაპარაკი. ბიჭო, აი სიგიჟე, სერჩი, პროსტო სერჩი შევედი. და პირველი რა მომიდო. მაგი. ლუკ ბესონ იცი რომ ესმის ამას? აშკარად ესმის ლუკ ბესონ რატო ამომიდო? რაღაცა სახელ ბრენდების თქმა არ შეიძლება ამას, თუმცა ეგრევე რეკლამებს კიდევ მე ჩემს ევროპაში უფრო მე მეგონა სისულელი და თუმე მუშაობს. არა, მართლა ეს. სულელები ჩვენ ყოფილა. აქ ნაკლებად, აი ამერიკა ევროპაში რო ადიდას რო იცახი, ეგრევე ადიდასები იყრება, ეგ წუთში ესმის, ეხლა შეიძლება ადიდასი ამოგივარდეს. ხო, იმიტომ რომ ამას ეხა ქართული ისეთ კარგად არის, რომ მაინც აახლოებს სიტყვები. Valerian and the City of 1000 Planets. ქავერი მანახა. და თამაშობს კარა დელევინი? კარა დელევინი არის, ვინ არის? ლაზე არა. შემახედე ერთ წამს ის ქავერი მანახა. ვიცი ხო. გონია რომ ნანახი მაქვს რა. ეგ ძალიან ლამაზ გოგო არის კარა დელევინი. მისი რეალურად იმის მე კაი ფილმი გადავა. ფილმია გადაღებული 3 და 3 აქვს რეიტინგი პროსტა. ანუ არა ჩვეულებრივი დრაკულაც მაგის გადაღებული ყოფილა. რომელი ახალი არის? მე არ მომეწონა. ძველი არის იმისი სასწაული დრაკულა არის, რა ქვია, ფრენსის ფორდ კოპოლა საოცარი. ძველი ძალიან კაია. ბიჭო და შენ ქართული ფილმი რა არის? აი ძალიან მაგერაც ნახე. უი ხო, ქართული. ბიჭო, ქართულ რეალობაში მე რაც მინდა და არ არის პოპულარული და ნუ აი მინა ტოპ ფილმი არის ნიკა ფანიანშვილის სერგო გოთფერანი, ესე ქვია YouTube-ზე დევს. ცოტა მომენტივით არის თითქოს, მაგრამ ის არის მხატვრულია. დევნილ ოჯახზეა, რომელიც ნაგავს საყრელთან ცხოვრობს. აი ტოპ ფილმი მართლა ეგეთი ქართული ფილმი არ ვიცი მე და რავი, ბევრი არის რაღაცები სანახავ. ეხლა ვნახე ძალიან კარგი დოკუმენტური ფილმი. ქვია ქართლის ცხოვრება, ასევე დევნილების კორპუსზეა, რომელიც არის თბილისის ზღვაზე იყო და მთელი ამათი ისტორია არის, როგორ მოხვდნენ იქ, როგორ ვითარდებოდნენ, ჰაი-ჰუი, როგორ ცხოვრობდნენ და როგორ ბინების პრობლემა, აი ტოპ ფილმი იყო. მართლა ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებს იყო შეხებული და თან საყურებლასაც ძალიან თვითონ პერსონაჟები, მაცხოვრებლები, ისეთი მაგარი ქალია და ვიღაცები, ვინც არიან, აი უეჭველი სანახავიანი მართლა ძალიან კაი ფილმი იყო ეხა რამოდენიმე დღის წინ შემხდა და რავი არის რა ბევრი რავი უამრავი გვაქვს დაგროვდა ჩვენ შემთხვევაში სანახავი თუნდაც კოტე კალანდაძის ეხა ბოლო ფილმი აუ ძალიან მაგარია ის დოკუმენტური აუ არავინ არ ჩანს მე მგონი ხო ძალიან მაგარი ფილმია ბევრი კობერიძის ახალი ფილმი არის ხმელი ფოთლები ქვია თუ სწორად ეს ეხა პრიზები სანახავი გვაქვს ბევრი რამე კარგი და ყურადღებით იყავით ხანდახან ხო ვთქვათ ხოლმე რამეც მოვიძიებ დავსარჩევ და გავისროლოთ ხოლმე ესე რაც მე რო არ მოგატყობ სერგო გოთურიანი უბრალოდ ძველია რა 1-25 წლის ფილმია და გული მწყდება რომ ბევრს არ აქვს ნახი და აუცილებლად სანახავიანი. სერგო გოთურიანი ესე ქვია. ნაბოზარი ვენერა. კარგესია. ნაბოზარი. არ დაგიხდეს საკმაოდ. ნაბოზარი ვენერა როგორ არის კინო გადაღებული. უნდა გადავიღოთ რა. ისე ჩემი ტკივილი არის რომ 90-იანების აი იმ რაღაცა კრიმინალური დრამა, ესეთი მოშინი გასაკეთებელი და ასე ყველა გაჭუილებულ ადამიანზე, რომელიც იმპერიად შეასრულა 90-იან წლებზე, რომელიც ნახეთ ცოტა და დიდი. არა, ეგეთ დაბალ ბიუჯეტად არ მუშაობს ხოლმე ეგეთი პერიოდიკას ვერ იჭერ დაბალი ბიუჯეტით რა. დაბალ ბიუჯეტი და ესეთი. მაგას ჭირდება დიდი თანხები გენაცვლება. არ ვიცი, მაგრამ შენ ნახე ეგა? არა, მაგრამ
უნახავად არ მოწონს. Okay. არ დაახლოებით ხვდები რა ზელაპარაკი და დიდად რაღაცა გამოჩნდა. აი კადრს რო უყურებ ხოლმე და თუნდაც კოსტიუმის რამე დეტალი ამოვარდნილი არის და მაგ არის ერთი კადრი ბოლოს უკვე აღება არის სოხუმის აღებით. მე მგონი მაღაზია გაქვთ თქვენს მაღაზია იძახით. აღების დღეა და იქ ერთი კადრი რო არის რო ცეკვავს ადამიანი იქ აფხაზი რაღაცა მწვანე ქუდი ახურავს, აქ იყო თანამედროვე მწვანე რაღაც სპორტული ქუდი ახურა და ისე მოკლა რეალობა რო აღარ მოგიდა. ყველაზე ნაკლები პრობლემა იყო მაგ ფილმის ოდიში რომ არა კითხო, მაგრამ ჩემთვის ეგეთი დეტალიც მაგდებს განწყობიდან რა. და Pussycat Riot-ის კაი ვერსია. დედის წყნელი. ესეთი ბენდი რო იყოს საქართველოს. გიждდებოდი ეს ხო. AI-ის გაკეთებული რო არის ჯერა და მაგას სიგიჟე. ბიჭო, просто ვოკალი იწვევა რომ ბაბშვის ამბობს და всё, მეტი არაფერი. აქცენტი რო კეიქ მომწონს. ხო, ცოტა ფრანგული აქცენტი. ეგეთი, არა ფრანგული, ცოტა მორუსულო აქცენტი. ხო, აი ეგეთი გოგო იმღერები და მაქსიმუმ. აი ზუსტად კი, აი რაღაცა ნახე დედა რუსი ყავს და რუსულად რო გასწრება ქართულად. მაგრამ მაგარი ჩაჭერა აქ თან ენერგი უნდა კონდეს ვოკალს. ხო, ცოტა რთულია მაგის, მაგრამ აი როგორ არ ვიცი და გოგოები უნდა იყვნენ ეგეთები ბიჭები არა. კი, სულ გოგოები უნდა იყვნენ. ვაფშე დავაპროდიუსინგოთ ეგეთი. აი, ეგეთი გოგოები თუ გაიჩიდნენ. 200 წელია რო მაგას ვიცახი რომ ვიღაცა ჩააცმევს დავაი მუსიკას просто აი როგორც აცვია ეგრეო და არ ჭირდება არ უნდა ჩაცმა ხო არა მაინც რაღაც აი ხარი დრო ბიჭი იცი რა დღეს ფიქრობ რატო არ არის Pussy Riot აქ ვერ ხვდები მაგას მაგრამ ვერ ვიტყოდი იცი რა მე მეგულება მაგასთან არა დაკვრა რა შვეში არ მაგასთან ერთი გოგო ხო უნდა გამოხატონ რაღაცნაირად ზუგდიდელი რომელსაც აქვს ენერგეტიკა და აკეთებს შესაბამის პერფორმანსებს თუ მალა მეც მინდა რომ ვიცოდე თუ შეიძლება გამინდეთ სახე მე ესე ვიცნობ იქიდან რა ქვია ინსტაგრამზე არის ship hope ესე ქვია ჩამიგდე ship hope ჩამიგდე ship hope მაინტერესებს ხატვარია თუ რა შეიძლება ის არის პერფორმანსი ხო პერფორმერი ჩამიგდე აუცილებლად სხვა სანთლით ვეძებ ვიღაცებს რომ რაღაცნაირ ფორმაში მე ამის სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს ხო მე ძალიან მნიშვნელოვანი არის თან ეგეთ დროა ეხა რატო აი ნუ ყავდეს ეს ყველაფერი ეხა რომ აი თვით გამოხატვის საშუალება იყოს რაღაცნაირი ველური ფორმებით აი ყველაზე კაი დროა მაგისთვის რა თან მე ხო არ ვიზამე 200 წლის ვარ და რატო არა ანუ come on შვები მე როგორ ჩემილია ჩემი ხელოვნებით მაგრამ ვფიქრობ რომ ცოტა უფრო აქტიური რაღაცები უნდა ხდეს რატო ვერ ხვდები მაგას რა გვაკლია რა შიგჯობნიან ანუ ყველა ეგეთ ქვეყანაში არის აი სად როგორც საქართველოს არის რაღაცნაირი რეაქტიული ხელოვნება რაღაცნაირ ფორმაში მუსიკას ხახვიტი ხელოვნება ფილმის და თეატრის არა ნო გაგრა მე გამოფენა ახლო მომავალში თბილისში ხო ბიჭო არა მე თვითონ მოვფიქრო ჩემთვის რომ არ მქონია ძალიან დიდი ხანია და ვერ პატიებ ჩემთვის მაგას ცოტა ვიღაცებმა მითხრეს რომ რატო როგორ ბავშვებმა რომელსაც უნდათ რომ ნახონ რაღაცეები და არ მქონია და ცოტა ცხვენია რომ არ მოგატყო მაგის და აუცილებლად გავაკეთებ რაღაცას ახლა ალბათ მაისში უნდა მოვემს მე თვითონ მოვიფიქრო რა ანუ რაღაც პატარ-პატარ რაღაცები როგორ არ მაქვს მაგრამ აი ესეთი დიდი რა ბომბა იყოს ეგეთი არ მქონია ძალიან დიდი ხანია აი ხა რაღაცა ვაკეთებ იმაში რა ქვია ალექსანდრე ჭაჭავაძის მუზეუმში მექნება რაღაცა ინსტალაცია ძალიან ლამაზი მაგრამ აი ეს არ ვიცი რა ნუ რაღაც მასიური არქივი ვაკეთებია ძალიან დიდი ხანია რაც იდეაში გაიქნებდა შენ მე არაფერი შენ ფინანსებს ხარ ხომ ჩამოკიდული ხო ვიღაცამ რომ დააფინანსოს თქვა ეგეთი პროექტები ხო ნუ რა თქმა უნდა ბიჭო არ ვიცი ხო ბიასტიერ ფინანსებზეც ვარ დამოკიდებული ხო რა თქმა უნდა ეგრე ყველა შეუულია ეგ თქვა მაშინ ყველა ვარ დამოკიდებულები ფინანსებში რაღაცა შეკეროს და ისქნას ხო ჭირდება მაგას რაღაცა მატერიალური ამბავი რა და ადრე ხო გრანტებით იმითი ამით კეთდებოდა ხშირად არა ვაფშე არა ჩემთან აფშე გრანტებს საერთოდ შეერჩერე ჩემ ნაწარმთან არა უფრო ჩემზე არ ეგ დამოკიდებული ვარ და რაღაცაზე აი კიდევ ახლა როგორ თქვა ჩაკდა ყველაფერი მეც მივიყევი რა იმის გამო არა რომ რაღაც სხვა იმინა პროსტა მივიყევი ჩაკდომას ბევრი რაღაცა ამ რაღაცა მესმის ბლოგს გავყევი მე ის დაგვაუჩით ამაზე ლაპარაკი ბასიანზე რასაც აკეთებთ ოდეკოლონს ეგეც კაი ძალიან ისეთი დასაფასებელი პარტიები არის პროსტა სერია აპარტების მოკლედ ოდეკოლონი და რამოდენიმე ეგეთი სხვა ტიპებსაც აქვს იქ იმას აქვს ომარასაც ხო აქვს ძალიან მაგარი ფაქტი ხო მაგრამ ეგეც არის
exclusive. იმიტომ რომ რთულია მაგით რაღაცებში მოხვედრა რა. ანუ როგორც პერფორმერს გულისხმობ და არა როგორც როგორ უნდა მოხვდე მან. მაგაირო ვერიფიკაცია. შენ სტუმრად იძახი თუ არტისტად? არტისტად არა, რთული სტუმრად. ნუ სტუმრად ანუ არტისტად უფრო ადვილი არ მოხვდე. არტისტი თუ ხარ კი რა სათიცე. და როგორ გადიან ვერიფიკაციაზე? ანუ ვიღაცა ზის და უყურებს. აიცი რა ხო ავსებ ხდება. არა წინასწარ გზავნი და გიყურებენ და მე. ნუ დაგათვალიერებენ Google-ავენ social media ტრალტურა ვინ. ანუ მიმღებლობას რაღაცებს შეგიფასებენ და ახლობებს ხარ ვინმეს მოჩარტყავთ ვერთავში მაგის მიხედვით. თუმცა ჩვენ ბავშვობაში ეგ არ იმუშავა. იმიტომ რომ ყველა ბოთლებს ირწყებინებოდა. ვიცი, უფრო მეტად მე რომ ვიუცხოები. ვერიფიკაცირებული ხო და კაი დაცვა არის რაღაც კუთხით, იმიტომ რომ ეგეთ პარტიზე რამდენიმე უსულა რა ანუ არც ერთხელ ის უსიამოვნება და რაღაც არასასიამოვნო სიტუაცია არ ყოფილა რა. მაგრამ ეგეც ანუ ეგ არის ხა სპეციფიური. როგორ რაღაც არის, ეგ მაინც არის გაკეთებული ქვიარებს და რო კარგად იგზნო თავი და კომფორტულად იგზნო თავი და ჯოჯოხეთში ცხოვრობენ რომ ეს ადგილი იყოს იქნებიან როგორც უნდა ესე, თორე კლაუს ყველა. ასევე drag show-ებზეც იგივე ხდება, ისე გადიხარ ვერიფიკაციას იმას. მართლა ვერიფიკაცია უნდა გაიგო drag show-ზე. ხო, აბა ისე ბიჭო რა საშიშ. აი ხა მე რომ მივიდე არ შემიშვენ. შენ შეგიშვები და გიცნობს ყველა ვიდეო. ეგრე ხომ არა ისე ხო რაღაცა მიხვიდე და შენ შეგიშვები კი არ გეხოცებოდა რომ დაგეკრა გახსოვს? ბენდი არ ყავდა მაშინ. როგორ არ ყავდა? ანუ რაღაცა იყო რომ ბენდმა რაღაცა არ იმიტომ რომ ევროვიზიაზე იყავ გამოჭრიელებული და არ შეიძლება და სიმღერა. ხო და ეხა დაგვაკროი. დაგვაკროი უთხარი. იცი რომ ამის ხო ამ მოიცადე ევროვიზიას გამახსენე. ამათ გამომაჭენეს თავის ვიდეოში. ეგ ვიდეოც დაურთოთ ეს რო იცი ხო ჩემი სახე ჩანს პირველი ყველგან და ვიდეოში ჩამოვიგე რომ მე მღერი ვარ სიმღერას და ევროპაში სადაც დავტვირ ვიღაც ეხაც დამზებენ მართლა. ხო და მე ვერავინ ვერ ისმის, იმიტომ რომ არ ჩანდა. მე ვცდომს გონი ვარ ფოკუს ფუშენ, სირკუს მირკუს ვარ მე ყველას და ფანები მყავს ევროპელები რომლებსაც გონია რომ მე ვარ პოპარს ყველა. ეგ ხო იცი, ანუ ისეთი რაღაც, ანუ პარიზში სეირნოდით რა და ლიკა შევიდა რაღაც გალერეაში, მიმაში ვიყავით, რა ქვია, პარიზის დიდი გალერეა. პომპიდუში. პომპიდუში ვიყავით და ლიკაში შევიდა მეთქი მე ცოტა ხანი აქ ვიქნებით და უცებ ვიღაცა გოგო ბავშვთან ერთად აბომბარდა რომ შეიძლება და შენ გიგონა როგორც ნიკო ლოლიტების ნიკო და ამ დროს არა მაკპონჩი ლოლიტები მაშინ ჯერ კიდე ლოლიტების პონტი იყო რა ლოლიტები არის ნამყოფი ხო ლოლიტები ლოლიტები არის ნამყოფი ევროპელი და კაი იყო ძალიან და ლიკაში ესურვა და რომ გამოვიდა გამიტყდა ხო არ ვეტყოდი მეთქი ისა რა რაცა მოვიდა სურათი პარაგადაიყო დაგიზარა თქმაც მომერიდა რა ბიჭო ჩემთან ვიღებ ეხაც იღებ სურათებს გონიათ რომ მე ვარ ის მე მომღერა მაგარია ბიჭო მან რა არის ის იგიჯე წითელ ხალიჩაზე მოვდივართ რა ოღონდ ეს წითელი ხალიჩა ჯერ კილომეტრიანი რა და ისენი რა ქვია აი სულ ჟურნალისტები და ხელი მომიწერა ისტერიკა რა და ბიჭო მოვდივართ ბენდი რა უკვე სირკუს მირკუს ვართ და ჩვენი ბასისტი შოთარა გვეუბნება ბაზრობს რომ ბიჭო კი ძალიან კარგიაო ეს ყველაფერიო მაგრამ ანუ აი მომენტო ჩვენ ადგილას ნებისმიერი სხვა შეიძლება და ყოფილიყო რა პროსტა იმიტომ რომ ევროვიზიაზე ვარ და მაგითო ხდება თორე მუსიკა არაფერ შუაში არ არის და ცოტა ისე იმათ შენი არანაირი დამსახურება არ არის რა რა ქვია ფსიქონავტსაც იგივე ისე ბიჭო ფსიქონავტი შემო მინა ის ვიდეო რო ნახე რიგი რო დგას ხელმოწერას იცი გიჟია ფსიქონავტი იცი ჯგუფი? ფსიქონავტ 4 ქვია, ქართული მეტალ ბენდია. Black Post, გეტყვი რა ქვია. Post Soviet Depressive Death Suicidal Black Metal. და საქართველოში აი ეს შენსავით არავინ არ იცის. სოფლიოში როგორც აი ტატუებს იხატავენ და კილომეტრიანი რიგებია რომ ხელი მოუწერონ და ეხა რაღაც ამერიკის სამხრეთ ამერიკის ტური აქვს და ანუ პიზდეცი არის რა. ხო, იმიტომ რა გარუს მე. ოღონდ ნახევარი ბენდი ციხეში ნახევარი გაჭირო რაღაცა. გაჭიროებლებ როგორ არის? ბიჭო, აი ნუ დიდი ფული არ არის. ცოტა ბურზუმის ბედი აქვს მაგათაც რა. ანუ. ორი ხო ქონდათ ეხა სადღაც კარგი. ეხა არიან მე ჩინეთში ქონდათ ტური. ხო და შოთარა უნდა მოვიწვიოთ? აი შენი აზრით ვინ უნდა მოვიწვიოთ ფსიქონავტიდან ერთი კაცი? შოთარა.
შოთა რა, ხო? რა თქმა უნდა. მე ხარ გარდამტეხი მუსიკოსებს და არა მუსიკოსებს შორის პირველი. არა, შენ ხარ უკვე აი ეს რასაც ვიძახით, რომ ალტერნატიული ხედვით ადამიანები იგივე პერიოდიდან ფიგურები, რომლებიც რაღაცას იმას აკეთებდნენ, რა, ამ სუბკულტურას ამაგრებდნენ. ჯიმში გაიჩნდა ეს სიმღერა Free from desire, mind and sense are purified. და უცებ ხო რაღაცა ბანძი ტრეკი არის რა და უცებ ბიჭო ტექსტს უსმენო Free from desire, mind and senses purified. Wow. ანუ ტიპი გამოგვიძებაზე ბაზრობს. კაროჩე, ანუ უცებ რაღაცა პიზდეც ტრეკში. ბიჭო, ზუსტად ეგრე არის ის სიმღერა. მაგას კი Crystal Waters და Push it some more. Alalala. It's ex სიმღერა, რომ რეიპზე არის, გაუპატიურებაზე რო არის ეგ სიმღერა. მაგდენი არ ვიცი. Girl, I'm gonna make you sweat. Sweat till you can sweat no more, and if you cry, I'm gonna push some more. Bicho, ბევრი სიმღერები ეგეთ ძალიან inappropriate სხვათა შორის ძველი. მე მახსოვს ის კია იცით ვინ არის? ვინ? My neck, my back, lick my puss and my არის ეს სიმღერა არ გქო. ბავშვობაში მახსოვს ბავშვები როცა ყავდა და რეებს ამბობს ის გოგოეთი რომ მოსმენა просто ტექსტი ეგ ჯოჯოხედი. ეგ ძალიან ბევრი სიმღერებია inappropriate ტექსტებით კი განსწოლი. ხო, ანუ არა, თან ეს ხვაზე ხარ ეს ორი რა თქვი ისეთი არის. რა ხო ისი ლა ტრალალა ლულულუ არის. ერთი გასხივოსნებაზეა და მეორე რეიპზე ბიჭო რა. და რაღაცა summer hit იყო ისიც და ხალხი ცეკვავდა და რა. ჩვენ რომ მივდიოდით მასში იყო ჰიტი, რაღაცა გეი ჰიტი იყო. სად მივდიოდით? ისა. ლეიო, ჰა. ლეიო. აი გარ ამსტერდამში რომ ვიფრინავდით. ეგ იყო არ რუმინული სიმღერა რაღაცა ეგ. ნუმა რუმინული სიმღერა. ჩვენ წავით ამსტერდამში დაემთხო აგვისტო გაგანია, ის იყო გეი პარადი იყო და მინა შეუ. აუ მე კონჩიტასთან ერთად მაგ ნაგულაოები. გეკრება ევროვიზიის ამბავში. შენ გამოწერილი გაქვს მუკი? Most likely კი. Most likely არ მაინტერესებს მე. მანახე. მოიწერე. ცირცხვილი. აუ ხა ხო აუ ვიღაცა მირეკავს. არა უშავს. მაგასაც გამოაწერინა. გამოიწერა და ის ამერიკელები ზახიან იმას დააჭირა. არა. აი ეს რაღაცა ზარი. ხო bell is a notification. ეგეც უთხარით ხო? ეგეც ზარსაც დააჭირეთ. იცი? შეგიძლია რა შენ კანდაკებებსაც გავუკეთო ცალკე პროფილი აი გამოწერილი მაქვს. ვაუ. მადლობა. დიდი. მიბაძეთ უტას და გამოიწერეთ. ანუ რეალურად თქვენ ანუ სპონსორი არ არის იმდენად მნიშვნელოვანი. აღარ გვინდა სპონსორი. არ მოხვიდეთ არც ერთი სპონსორი. არა, პირიქით რას ვიძახი რომ სპონსორი გამოწერა არის უფრო მნიშვნელოვანი სპონსორი. აი ამას რეაქციას გამოცხოხრილი არტეხავს ძალიან თელი. თელი გზა ვეწევი ამას და ხა ის რატო წერხა. აი ეს პროსტა რაღაც ეგ ნიკოტინია? ეს ნუზით რა ქვია? ნიკოტინი არის. მე ერთ პერიოდ გადაგდება მინდა და ის მქონდა. მიწეპებული მქონდა და ამ მიწეპებულზე ეს ხიე და კი მაგრამ დავიბრი. დავიბრი და CV ოფლები და წლების დავარდა ყველაფერი ხო. ვაფშე ამას რა არ უნდა შევბოდეთ რა ძალიან რატო სიგარეტს მოწევს დედაშო. ეგ ის არის რა ქვია დღეში რამოდენიმეჯერ ტუტყნი მაგას? კი. რატო შევჯექი არაფერზე აი ამაზე ვარ დამოკიდებული ნიკოტინზე რა. კი ვიცი მეც ნიკოტინზე ვარ ერთ სიგარეტი რა იყო ხო? იყო რაღაცა რიტუალისტური ბალახი წმინდა ინდიელების რომლესაც მარტო რიტუალზე სამყურავო ბალახი იყო. მე ჩაეთერთლენ თეთრი დამოწმებ დახოცეს ყველა მოპარეს გაბაზეს და O'Reilly. ჩამოიტანა მე ინდუსტრიალიზაცია გააკეთეს ახლა და ანუ როგორ რაღაცა იცი რაღაცა აი წმინდა რაღაც ინდუსტრიალიზაცია გააკეთო და მაგიტომაც გვიწყავს ეს ყველა აი ყველაზე არასწორი რაღაცა რაც შეიძლება გააკეთო და მაგიტომაც აქ addiction და არა აი წმინდა რაღაცა ცუდად ექცევი ეგეთი abuse უკეთებ და არც იცით ან აი ეგრე რა როგორც გვეხერხება ხო შენ წეველი დიხანი არ ხარ გაციფრებული ხა? დიდი ხანი აღარ ხარ შენ წეველი სიგარეტი. როგორ არ ვარ სულ ვეჯიკავებ თელი ცხოვრება ვეჯიკავებ. გუში მეწეოდი მაგრამ. სულ თელი ხო ომი მაქვს ბოლომდე ჩართული აი ძალიან დიდი ბევრი წლებია ნიკოტინთან. წევილობა გაეშვით სიგარეტს რა აი ბალიშები არსებობს ნიკოტინის. ტყანეთე. და ისა. და ესიც არსებობს ასევე შეგიძლიათ. ვეიპები. გავეიპოთ. იცით სადაც. სადაც საჭირო. ხო და რავი თქვენ გინეცვალეთ მე. კაროჩე რა ბევრი რო არ გავატრაგოთ გამოიწერეთ და ჩვენ წავედით.